აი, წესდება. აი, დღევანდელ ლექციაზე ვეცდებით რომ დავფაროთ ცოტა ბევრი თემა იქნება. ან შეიძლება არ იყოს ამ ბევრი, მაგრამ რაღაც ბევრი მაგალითები გქონდეს. რაც კლასებზე ვილაპარაკებთ, არ გვილაპარაკე მანამდე, ცოტა ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებაზე ვილაპარაკებთ, დეკორატორებზე, იტერატორებზე და გენერატორებზე. ამაზე თითოეულზე ვიტყვი რა არის. და ასევე რაღაც ბიბლიოთეკებს გამოვიყენებთ, რაც აქამდე არ გვიხსენებია. მაგრამ აი თითოეულს როცა მივალთ ამათ გამოყენებამდე, ვახსენებ რა არის და რატო ვიყენებთ. აი სანამ ამ ახალ თემებზე გადავალთ, რამდენიმე ის მქონდა საوارჯიშო ამოცანა დავალებაში. და მაგათ მოკლედ უბრალოდ განვიხილავთ, რომ იცოდეთ თქვენს ამოხსნა ვინც ვერ ქენით, ან ვინც ქენით, იქნებ რამე სხვანაირად მეწეროს მეც. აი პირველი ამოცანა იყო, რომ გადმოგვეცემოდა რიცხვების ლისტი და უნდა დაგვეთვალა საშუალო, მედიანა, მოდა და სტანდარტული გადახრა. აი, პირველ რიგში მე ესე დავწერე სპეციალურად, რომ უბრალოდ მინდოდა მეჩვენებინა, რომ ფუნქციაში Python-ში შესაძლებელია, რომ სხვა ფუნქცია აღწეროთ, ანუ შეგვიძლია რაღაც ერთი ფუნქცია გქონდეს და იმ ფუნქციის შიგნით კიდე რაღაც ახალი ფუნქცია გქონდეს. ეგეთი რაღაც შესაძლებელია. ცოტა რომ დავზუმოთ. ოკეი, ახლა ესე უკეთესია? ანუ შეგვიძლია რომ ფუნქციაში გქონდეს ფუნქცია. ამიტომ ეხლა უბრალოდ რომ მეჩვენებინა უბრალოდ რომ ეს შესაძლებელია, აი ეს შიდა ფუნქციები, მაგალითად საშუალოს დათვლის, მედიანის დათვლის, მოდის დათვლის და ასე შემდეგ დავწერე ამ თავარი ფუნქციის შიგნით. მოდი ჯერ გავუშვათ ეს დავსტარტოთ, თქვენი არ მოვსტარტოთ. ხო. და ნუ საშუალოს დათვლა როგორ იქნება, რომ უბრალოდ უნდა ავჯამოთ ეს ჩვენი რიცხვები, ეს სამ ფუნქცია არსებობს Python-ში, რომ პირდაპირ რაღაც ლისტს თუ გადავცემთ რიცხვების, სამ ფუნქცია დამიჯამებს ამ რიცხვებს. და უნდა გავყოთ ამ დომაზე ამ ლისტის, ხო? ეს იქნება პირდაპირ საშუალო. მედიანის დათვლა ეს შეიძლება რომ დავსორტოთ ჩვენი რიცხვები. შემდეგ გავიგოთ რომელია შუა ელემენტი და თუ ეს შუა ელემენტი უბრალოდ თუ ამ ლისტების ზომა არის ლუწი, მაშინ უნდა ავიღოთ ანუ ორი ელემენტის ჯამის ნახევარი იქნება მედიანა, თუ არა და პირდაპირ ეს შუა ელემენტი იქნება მედიანა, ხო? ესე გამოვიდა მედიანა. ხო, ნებისმიერ კითხვაც გექნებათ, შეგიძლიათ გამორჩევათ ნებისმიერ მომენტში. ხო, მოდის დათვლაც საკმაოდ მარტივია, უბრალოდ dictionary რო ვისწავლეთ, მაგით იქნებოდა საკმაოდ მარტივი. შეგვიძლია გადავუყვეთ თითოეულ ელემენტს ლისტში და ვაპდეითოთ რამდენჯერ შევხვდა ეს ელემენტი. და ამ შემთხვევაში აი counts dictionary შევქმნით, counts-ში ვინახავდით თითოეული ელემენტი რამდენჯერ შევხვდა. და ბოლოში უბრალოდ აი ეს max ფუნქცია არსებობს ასევე Python-ში. ამ max ფუნქციას შეგვიძლია რომ გადავცეთ რაღაცა იტერაბლი, ამ შემთხვევაში გადავეცეთ dictionary და ამ max ასევე შეგვიძლია გადავცეთ რაღაც ფუნქცია, რის მიხედვითაც დაითვლის რომელი value-ა მაქსიმალური. ამ შემთხვევაში ეს ფუნქცია არის dictionary-get ფუნქცია. ამ dictionary-get ფუნქცია ხვაბუნებს რაღაც key შესაბამის values. ანუ ამით ვეუბნებით, რომ მაქსიმალური key დამებრუნე, რომლის values არის მაქსიმალური. აი ეს ლაინი უბრალოდ მაგას აკეთებს და საბოლოოდ იმ keys ვაბრუნებთ. ანუ ყველაზე მეტჯერ რომელი ელემენტით შევხვდა, იმის შესაბამის keys ვაბრუნებთ ამ dictionary-ში. აი ეს იყო მოდა. ასევე აი ეს ერთ-ერთი ბიბლიოთეკა, რომელიც დავაიმპორტე აქ collection-ებიდან არის, collections მოდული არსებობს Python-ში. და ერთ-ერთი ესეთი კლასი არის counter-ი, რომელიც ფაქტიურად იგივეს აკეთებს, რაც აქ ხელით დავწერეთ, აი აქ მოდის დათვლისას, რომ რაღაც dictionary შევქმნით და იქ counter-ი ვითვალეთ. ეს counter-ი პირდაპირ რაღაც იტერაბლს რო გადავცეთ, ამ შემთხვევაში ეს number-ები რო გადავეცით, ეს counter-ი შიგნითვე ითვლის frequency-ებს, ანუ რომელი ელემენტი რამდენჯერ შევხვდა. და ამ counters რო გავაკეთებთ, შეგვიძლია პირდაპირ ეს most common მეთოდი აქვს ამ counts most commons რო გამოვიძახებთ, ეს most common-ი დაგვიბრუნებს იმ ელემენტს, რომელიც ყველაზე მეტჯერ შევხვდა. ცალკეც რომ ნახოთ, მოდი ეს როგორ მუშაობს ზუსტად, ესეთ რაღაც არის, რაღაც ლისტი რო შევქმნა, 1 2 3 რო გავაკეთო და counter-ი რო შევქმნა მე ამ ლისტზე. როგორი ტიპი იქნება? ეს ფუნქცია რო გამოვიტანო, უბრალოდ მიჩვენებს, რომ ერთიანი შემხვდა ერთხელ, მოდი კიდე დავამატოთ აქ სამიანები მოვარდეთ. ერთიანი სამიანი შემხვდა სამჯერ. ხო, ვინმე შემოვა დავამატეთ. ხო, და ამ counts-იდან შემიძლია პირდაპირ ეს most common-ი გამოვიძახო. რა ესეც იცოდეთ, მაინც შეიძლება დაგჭირდეთ. და უბრალოდ most common-ს რო გამოვიძახებ,
ხო, most commons რო ვიძახებ, თან აბრუნებს ყველა ელემენტის count-ებს იდეაში რა. ანუ მიბრუნებს რომ 3-იანი შემხვდა ყველაზე მეტჯერ, მაგრამ შემიძლია რომ რაღაც მეორე ყველაზე მეტჯერ რომელიც შემხვდა, ისიც დავუბრუნებინ უბრალოდ, რადგან ეს ლისტი არის, ამ შემთხვევაში რადგან ყველაზე ხშირად შეხვედრადი ელემენტი მინდოდა, მენოლეს ავიღებ და ამ მენოლიდან ისევ მენოლეს ავიღებ, რომ ზუსტად ის დამიგვინოს, ანუ 3-იანი. ხო, ამას აკეთებდა უბრალოდ ეს counter-ი. ეს იყო count-ი, კიდე ეს იყო მოდა და ხო, სტანდარტული გადახდა უბრალოდ არის, რომ ანუ თითოეულ რიცხვს უნდა გამოვაკლოთ საშუალო და საშუალო რადგან დათვლილი გქონდა, ამ შემთხვევაში ისე დავწერე, რომ ეს საშუალოს value პირდაპირ გადმოეცემოდეს ამ ფუნქციას. საშუალო თითოეულ რიცხვს გამოკლებული საშუალო კვადრატში და გაყოფილი n-ზე. ან n-1-ზე თუ რაღაც სემპლის ვარიაციის სტანდარტული გადახდის დათვლა გვინდა და ეს ანუ ეს არის ვარიაცია და თუ გვინდა რომ სტანდარტული გადახდა დავითვალოთ, ფორმულა შეგრია რომ უბრალოდ ფესვი უნდა ამოვიღოთ ვარიაციიდან და ეს დაგვიბრუნებდა სტანდარტულ გადახრას. და ნუ ეს ფუნქციები რადგან აღწერილი მაქვს, უკვე შემიძლია რომ გამოვიძახო აქ, ანუ min value დავთვალო როგორც ეს min ფუნქცია გამოძახებული ნამბერებზე, median-ა დავთვალო ეს median ფუნქცია გამოძახებული ნამბერებზე და ასე შემდეგ და ბოლოს უბრალოდ ეგრე ვთხოვდნენ რომ dictionary-ის სახით დაგვიბრუნებინა ეს საშუალო მოდა median-ა და ეს და საბოლოოდ აი ამას დავუბრუნებთ. ხო, და აქ კიდე აი ეს random module-საც ვიყენებ. ეს random module-ი Python-ში გამოიყენება რაღაც random რიცხვების დასაგენერებლად. ანუ ეხლა მე ვარ ჩავმეწერა აქ ყოველ ჯერზე რომ რაღაც list-ი უდრის 1, 2, 3, რაღაც 10 ჩემი თუ არ მომიფიქრებინა ეს რიცხვები, ამიტომ რაღაც random რიცხვებს ვაგენერირებ და random წერტილი randint-ი იმას აკეთებს, რომ ანუ start-ი და end-ი გადაეცემა, ამ შემთხვევაში 0-დან 20-მდე დამიგენერირე რაღაც random რიცხვი. და ეს ანუ უბრალოდ list-ი შევქმნი random რიცხვების და ამაზე დავთვალე ეს სტატისტიკები. ხო, ამაზე ხო არ გაქვთ რამე კითხვა. ხო, ისე ამ random module-ს კიდე ძალიან ბევრი ფუნქციონალი აქვს, შეგიძლიათ მერე გადახედოთ უბრალოდ რომ დავუგლოთ random-ი ყველაფერს ამოვიგდეს ომეს. კაი. მეორე ამოცანა იყო ანაგრამების ამოცანა. ანაგრამა არის ისეთი string-ი, რომლის გადანაცვლებითაც, ანუ იგივე, ანუ მაგალითად ამ შემთხვევაში რაღაც listen და silent ანაგრამებია, იმიტომ რომ silent-ის ასოები რო გადავაადგილოთ, listen-ის მიღება შემიძლია. მაგრამ კიდე ერთი ასო რომ მქონდა ჩამატებული, მაგალითად კიდე ერთი აღარ იქნებოდა ეს silent-ი და listen-ი ანაგრამები ერთმანეთის. და გვინდოდა რომ გადმოგვეცემოდა ეს რაღაც ლისტი და გვინდოდა დაგვეთვალა რომელი იყო ერთმანეთის ანაგრამები, ასე რომ ვთქვათ რა. და ასევე მოცემული იყო რომ მგონი უნდა გაგვესორტა key უნდა ყოფილიყო ქარაქტერებით გასორტილი თვითონ ეს სიტყვა. და ლოგიკა ეგეთი არის რომ გადავუყვებით ამ ყველა ელემენტს რა უნდა გვექნა ვერ გავიგე. ხო, ამოცანა იყო ეგეთი რომ გადმოგვეცემოდა რაღაც ლისტი და ამ ლისტში უნდა გვეპოვა ანაგრამები. ამ შემთხვევაში მაგალითად listen თუ მაქვს რაღაც string-ი და silent თუ მაქვს რაღაც string-ი, ხო შემიძლია ისე გადავაადგილო ამის ქარაქტერები, რომ მივიღო listen-იდან silent და პირიქით silent-იდან listen. ამას ქვია ანაგრამა. და თუ გადმოგვეცემოდა რაღაც ლისტი, ამ ლისტში რომლის ანაგრამა იყო, ისინი უნდა დაგვეთვალა. უნდა dictionary უნდა დაგვებრუნებინა, რომელიც დააბრუნებდა ანაგრამებს. ამ შემთხვევაში რაღაც ეს AILNST ამის ანაგრამები იყო listen, silent და თვითონ ეს. რაღაც RT-ის ანაგრამები იყო რაღაც red და ასე შემდეგ. ეგ იყო ამოცანა. ხო, და კიდე პირობაში იყო რომ ეს key უნდა გაგვესორტა ქარაქტერების მიხედვით. ამ შემთხვევაში ანუ listen კი არ უნდა ყოფილიყო, key უნდა ყოფილიყო ეს ანუ ქარაქტერების მიხედვით გასორტილი string-ი. ანუ ამ შემთხვევაში ჯერ რადგან ანბანში i მოდის და მერე მოდის i, ანუ ეს AILNST უნდა ყოფილიყო key და არა listen. ხო, და უბრალოდ ანუ ყველა ელემენტს გადავუყვებით ამ ანაგრამებში და sort-out თითოეულ ელემენტს, იმიტომ რომ რადგან გვინდა რომ გასორტილი დავუბრუნოთ, შემდეგ ვამოწმებთ, რომ უკვე გვაქვს თუ არა ესეთი key ამ dictionary-ში. თუ ესეთი key ჯერჯერობით არ გვაქვს, შეგვიძლია რომ შევქმნათ უბრალოდ რაღაც ანუ result-ების ანუ ამ შემთხვევაში მაგალითად პირველად თუ შევხვდა listen-ი, რას გავაკეთებთ, რომ result-ის listen, ოღონდ ეს გასორტილი ში ჩავამატებთ რაღაც serial იმას massives lists. და ბოლოს გავაკეთებთ იმას, რომ თუ არა, ანუ თუ არის, მაშინ უბრალოდ ჩავამატებთ result-ის sort-ში ჩავამატებთ elements. ოღონდ უკვე გავუსორტავს. ანუ key იქნება რაღაც ესეთი რაღაცა,
გასორტილი უკვე ესა ქარაქტერები და value-ში ლისტად ჩაიმატება ეს listen. და ეს რო გავუშვათ მართლა წესით უნდა დააბრუნოს. ანუ ყოველ ჯერზე უბრალოდ ვამოწმებთ გვაქვს თუ არა ამჯერად dictionary-ში, თუ არ გვაქვს, მაშინ ახალ ელემენტს ვქნით სარიელი ლისტით და ბოლოს უკვე ვამატებთ. ამაზე ხო არ გვაქვს რამე კითხვები? აი, მოდი ესე დავსვკითხოთ, რომ რამდენმა გააკეთეთ ეს ამოცანა. დავალებად. თუ ბევრმა გააკეთეთ, მაშინ გადავალ. შემდეგს. ოკეი. გონი ცოტა. აი, თუ რამე კითხვები გექნებათ, ჯობია რომ გამოჩეროთ და უფრო დიდ დრო დავუთმოთ. აი. მაშინ გადავიდეთ, თუ ჯერ კითხვა არ არის, გადავიდეთ, მესამე ამოცანა იყო ესეთი, რომ გვინდოდა ერთი რაღაც ფაილი გქონოდა და ამ ფაილიდან რაღაც სხვა ახალ ფაილში გადაგვეკოპირებინა ყველაფერი. აი ეს open ფუნქციონალი რაც განვიხილეთ, მაგის გამოყენებთ. ანუ საკმაოდ მარტივი ამოცანა იყო ეს იდეაში. ეს რო გავხსნათ. მაგალითად ამ sample data-ში გვაქვს რაღაც CSV ფაილი, რაღაც test CSV და ამის გადაკოპირება თუ გინდა სადმე სხვაგან. რა უნდა ვქნათ, რომ ეს test CSV უნდა გავხსნათ read mode-ში, იმიტომ რომ წაკითხვა გვინდა პირველ რიგში. read mode-ში რო გავხსნით, contents წავიკითხავთ როგორც file to read წერტილი read. ანუ რადგან ფაილს დავარქვით ესეთ სახელი, წერტილი read იმას აკეთებს, რომ უბრალოდ მთლიანი კონტენტი წავიკითხეთ. და მთლიანი კონტენტი რო წავიკითხეთ, რაღაც ახალი ფაილი უნდა გავხსნათ ახლა, სადაც უნდა გადავაკოპიროთ ეს მთელი კონტენტი, რაღაც სახელად დავარქვით copied file CSV, უკვე write mode-ში და ამ write mode-ში ჩავწერეთ ამ ფაილში, ანუ პირველ ფაილში არსებული კონტენტი. და ეს რო გავუშვათ, აი რაღაც ახალი ფაილი შეიქმნება, რომელშიც ანუ ზუსტად იგივე რაღაც უნდა ეწეროს, რაც sample data MNIST test CSV-ში. მაგრამ რატომაც გულები აგვიანებს, ხო, აი გადაწერა და მართლა ზუსტად იგივე რაღაც ჩაიწერა ამ ფაილშიც. აი. კიდე ერთი ამოცანა იყო ესეთი, list comprehension-ის გამოყენებით უნდა გავუკეთებინა ესეთი ლისტების ლისტი. და ნუ ამ ლისტების ლისტში იყო რა კვადრატები უნდა დაგვეთვალო, ხო, რაღაც. მაგალითად 10-ის შემთხვევაში 1-დან 10-მდე რიცხვების კვადრატები აღვთ, მანამდე ჯერ 1-მდე კვადრატები, მერე 2-მდე კვადრატები, 3-მდე და ასე შემდეგ. და როგორ გავაკეთებთ, რომ for I in range 1-დან n+1-მდე, იმიტომ რომ გვინდა რომ რაღაც n-ცალი ესეთი ლისტი შევქმნათ, ამას აკეთებს ეს გარეთა for loop-ი და შიდა for loop-ში ვაკეთებთ ახალ ლისტებს, ხო? ანუ თითოეული ლისტის შექმნა ხდება ამ for loop-ში. და რას ვაკეთებთ, რომ რაღაც ახალი ცვლადი ავიღეთ g და g-ის კვადრატებს ვითვლით for g in range 1-დან i+1-მდე. რაც იმას იზავს, რომ ჯერ რადგან i თავიდან არის 1, 1-დან 2-მდე დათვლის რიცხვების კვადრატებს, ხო? ანუ 1-დან 2-მდე, რადგან 2-ის ჩაუთვლოთ არის, ანუ უბრალოდ 1-ის კვადრატი იქნება. შემდეგ როცა ანუ g გაიზრდება, იქნება რაღაც 1-დან 2-ის ჩათვლით რიცხვების კვადრატები და ასე შემდეგ. 1-დან n-მდე. ამ შემთხვევაში რაღაც 10-ზე რო გამოვიძახოთ, რაც ესე დააბრუნებს. თუ 7-ზე გამოვიძახებთ, რაღაც ესე დააბრუნებს. აი. ნუ list comprehension-ის ესე პირდაპირ დაწერა თუ გიჭირთ, ხანდახან ანუ სასარგებლო არის ხოლმე, რომ რაღაც ცალკე დაწეროთ for loop-ები. ანუ ცალკე შექმნათ ეს ლისტები ნელ-ნელა აფინდოთ ლისტში და მერე უფრო მარტივი დასანახი არის, როგორ გადმოიწერება ეს კოდი list comprehension-ით, ამიტომ ანუ ეგეთი ტექნიკაც შეიძლება მარტივი იყოს. აი. მეხუთე ამოცანა იყო ეგეთი, რომ რაღაც ლისტი განმოგვეცემოდა და გვინდოდა რომ ამ ლისტში ანუ სორტირებული ლისტი განმოგვეცემოდა და გვინდოდა ისე ჩაგვემატებინა ელემენტი, რომ სორტირება არ დარღვეულიყო. ამ შემთხვევაში მაგალითად აი ესეთი ლისტი თუ გვაქვს 1 2 3 10 11 20 25 და გვინდა ჩავამატოთ 27. 27 უნდა ჩაემატოს ბოლოში, ხო? რაღაც ესეთი რაღაც ლისტი უნდა გახდეს. მაგრამ თუ გვინდა ჩავამატოთ რაღაც 5-იანი ერთ წამით რაც კითხვა არის, დავალებს დაწერა ვერ მოასწარი და ეს ამისად არ ამიტვირთავს. მე დამთავრებული მაინც ავტვირთო მიყავთ იმის, რომ აქ უკვე ახსენით. კი, მაინც ავტვირთე თუ დაასრულებ, კარგი იქნება. ანუ შეიძლება რაღაც სხვანაირად გააკეთო უბრალოდ, ანუ ბევრნაირად შეიძლება ამ ამოცანების გაკეთება, მაგრამ შეიძლება რამე სხვანაირად მოიფიქრო და ეგეც კაი იყოს. ხო,
და ანუ თუ მაგალითად 5-იანი გადმოგვეცა, 5-იანი უნდა ჩაემატოს აქ, ხო, ანუ 3-яნის მერე და 10-იანს შორის. ხო, ეს ამოცანაც ბევრნაირად შეიძლება რომ გაკეთდეს. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ვარიანტი არის, რომ enumerate-ით გადავუყვეთ ამ ჩვენ list-ს და enumerate-ი, როგორც გახსოვთ, გვიბრუნებდა index-საც და თვითონ value-ებსაც. და როგორც კი ეს ჩვენი value, ანუ რაც list-ში არის, ანუ თუ n-ი ნაკლები იქნება value-ზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ზუსტად იმ ელემენტზე ვართ, რომ სადაც გვინდა რომ ჩავამატოთ, ხო? იმიტომ რომ ანუ ამ შემთხვევაში მაგალითად 5-იანი თუ გქონდა და 3-იანს გავცდით, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ეს 5-იანი უნდა ჩაემატოს აქ. და უბრალოდ იმას ვაკეთებთ, რომ პირდაპირ ვაინსერტებთ ამ ინდექსზე ამ ჩვენ n-ს და ვაბრუნებთ ჩვენ list-ს. მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ეს ამ იტერაციის დროს საერთოდ არასდროს არ მოხდეს, რომ n-ი ნაკლები იყოს value-ზე. იმიტომ რომ უბრალოდ იმიტომ რომ რა ქვია, ბოლო ელემენტი იყოს ეს ჩვენი ჩასამატებელი n-ი. მაგ შემთხვევაში უბრალოდ ის უნდა ვქნათ, რომ ეს return-ი თუ არ შესრულდა და for loop-ის გარეთ გავედით. ეგ იმას ნიშნავს, რომ ბოლო ელემენტად უნდა ჩამატებული იყო ეს ჩვენი რიცხვი. და მაგ შემთხვევაში უბრალოდ ვააფენდებთ. იმიტომ რომ ხანუ რეალურად insert-ის გამოყენება ბოლო ელემენტზე საერთოდ არ შეგვიძლია. ანუ რაღაც list-ი თუ მაქვს მაგალითად 1 2 3 და insert-ით მინდა ჩავამატო ბოლო ელემენტად რაღაც რიცხვი. ეს რო გამოვიძახო და გამოვიძახო მაგალითად -1-ზე და ჩავამატო 10-იანი. ხო. და თან გამოვიტანოთ მოდი რა მოხდება. ანუ ესეთი რაღაც არ არსებობს, ანუ -1 ელემენტი რეალურად აი წინა ელემენტი არის რა, ანუ ბოლოს ჩამატება insert-ით არ შემიძლია. ანუ თუ ბოლო ელემენტად ჩამატება მინდა, აუცილებლად append-ი უნდა გამოვიყენო, მაგიტომ მიწერია ბოლოში ესეთი რაღაც. ხო, და ეს რო გავუხსნათ მართლაც ანუ 1 2 3 5-იანი ჩამიმატა აქ. თუ გავუშვათ რაღაც 26 ჩაგვიმატებს ბოლოში. აი და აქ უბრალოდ მიწერია რომ ეს რაღაც binary search-თან შეიძლება გაკეთდეს. ამას თქვენ თვითონ თუ იზამთ სახში, ეგეც გაიქნება. ესეც საკმაოდ მარტივი ალგორითმი. აი. კიდე ერთი ამოცანა, ეს ძალიან მარტივი ამოცანა იყო წესით. უბრალოდ კონსოლიდან უნდა შემოსულიყო რაღაც რიცხვი 0-დან 100-მდე და უნდა გამოგვეცნო ეს რიცხვი, ანუ რაღაც რიცხვი უნდა ჩაგვეფიქრებინა და მე user-ს უნდა მიგვეცეს საშუალება რომ გამოეცნო ეს რიცხვი და რა თუ ჩავწერე რაღაც 50, აი მეუბნება რომ დაბალია უფრო და რაღაც 25 დაბალიაო, დაბალია ველით. მაშინ 65. კიდე უფრო 85. 70%. და რაღაც მომენტში გავარტყოთ რა. ხო, ეს იყო მთელი ამოცანა. უბრალოდ input-ის გამოყენებაზე იყო ეს ამოცანა მეტი არაფერი. კაი. და ეს მქონი ბოლო ამოცანაში რა გქონდა, რომ გადმოგვეცემა რიცხვების სია 0-დან 1-მდე, რომელიც წარმოადგენს მოდელის prediction-ების course და გადმოგვეცემა threshold-ი. ხო, და უნდა დაგვეთვალა რამდენი იყოს threshold-ზე, რამდენი ელემენტი იყოს threshold-ზე მაღალი და რამდენი იყო დაბალი. და ანუ შესაბამისად პოზიტიური ან პოზიტივ case იქნებოდა რაღაცა რაოდენობის და ნეგატივ case იქნებოდა რაღაც რაოდენობის. ანუ ესეც ზუსტად იგივენაირად რაღაც dictionary შევქმნით, ან dictionary-ში ყოველ ჯერზე ვამოტყმებთ ეს i მეტია თუ არა threshold-ზე. თუ მეტია, მაშინ პოზიტიურებში ვამატებთ 1-ით მეტს, ანუ თუ გქონდა პოზიტიურებში აქამდე 2, დავზდიდით და გაგვიხდებოდა 3. თუ ნეგატივ ვარიანტი იყო, ანუ threshold-ზე ნაკლები იყო, მაშინ ნეგატიურებს ვდიდით 1-ით. და ბოლოს დაგვიბრუნდებოდა ეს ჩვენ dictionary ფოლობის გადაყოლის მერე და ესეც რო გავუშვათ, თუ რაღაც ესეთი random დაბრუნებული რიცხვები გვაქვს ჩვენი მოდელისგან, ნეგატიური აქედან იქნება რაღაც 5 ცალი, იმიტომ რომ რაღაც threshold-ი გვაქვს 0.5, ანუ ესენი და ეს დანარჩენი იქნება პოზიტიური. აი. ხო. აი, მოდი ახლა გადავიდეთ კლასებზე. ხო, კლასები ხო არ იცით ვინმეს რაში შეიძლება დაგჭირდეს და ზოგადად რა არის. აი. არავინ? ოკეი. ოპირდაპირ. ოკეი.
აბსტრაქციაო ობიექტის ახსაცად გამოიყენება. ხო, იდეაში მანამდე რა მაგალითებიც ქონდა რაღაც პრიმიტიულ სხვადასხვა შეხედულით ყოველთვის. და ნუ რაღაც ლისტი მაგალითად რაღაც ობიექტების სიმრავლეა რეალურად, ხო, იმიტომ რომ რაღაც float-ების ან string-ების ან რაღაც ნებისმიერ ტიპის ობიექტის რაღაც ერთობლიობა არის. და კლასებიც ხშირად იმიტომ გვჭირდება, რომ რაღაც ობიექტების ერთობლიობა ან რაღაც common ფუნქციონალი ერთად დავაჯგუფოთ. ხო, კლასები უბრალოდ მაგისთვის გამოიყენება, რომ რაღაც თუ ვიცით, რომ რაღაც ერთ ობიექტს რაღაც მსგავსი ფუნქციონალი შეიძლება გქონდეს, ჯობია რომ ეს ფუნქციონალი ერთად შევკრიბოთ და ერთ სივრცეში გქონდეს, ესე რომ ვთქვათ, ვიდრე რაღაც ცალ-ცალკე ვსდიოთ ფლოდებს რა. კაი, მაგისთვის გამოიყენება კლასები. და კლასის შექმნა იდეაში ესეთ სინტაქსით ხდება Python-ში, რა რაღაც class და სახელი უნდა დაერქვას რაღაც უბრალოდ convention-ი არის, რომ რაღაც დიდი ასოთი დაერქვას რა, მაგალითად მოდი აქ პირდაპირ animal class-ზე მქონდა მაგალითად და პირდაპირ ეს class animal. პირდაპირ ესეთი კლასი შემიძლია შევქმნო. ამ შემთხვევაში ამ pass statements უნდა დავწერ, ნიშნავს, რომ ეს კლასი ჯერჯერობით არაფერს არ აკეთებს, უბრალოდ class ობიექტი შეიქმნა. და როგორც ანუ ლისტის შექმნა შემიძლია, რომ L უდრის რაღაცა 1 2 3-ს, ასევე შემიძლია შევქმნა ეს ჩემი animal class ობიექტი, თუმცა აი ესეთ შევქმნი რაღაც animal უდრის რაღაც animals ეს იქნება რაღაც კლასის ობიექტი, ანუ animal იქნება ამ კლასის ერთ-ერთი ინსტანცია, ეს ეძახიან თითოეულ ცვლადს, ანუ ამ შემთხვევაში რაღაც ლისტი თუ მქონდა 1 2 3 თვითონ კლასი არის ლისტი, მაგრამ ინსტანსი არის ლისტი კონკრეტულად 1 2 3. ან რაღაც a თუ რაღაც 2 4 6, ესეც list კლასის ერთ-ერთი ინსტანსი არის. კაი. ეხლა თუ გვინდა რომ ეს animal კლასი რაღაცას აკეთებდეს, პირველ რიგში ანუ კლასების დამახასიათებელი თვისება არის, რომ აქვს რაღაც common მეთოდები და აქვს რაღაც ატრიბუტები. animals მაგალითად, ანუ animal კლასი თუ გვაქვს, animal class შეიძლება გქონდეს მაგალითად რაღაცა სახელი მაგალითად პირობითად რა. თუ გვინდა რომ ამ ჩვენ animals გავუჩინოთ სახელი, ესეთი რაღაც init ფუნქცია არსებობს. რომელიც ხანდახან არაფერს არ უბნობს, ხანდახან შეიძლება რაღაც დააბრუნოს. მაგრამ ამ შემთხვევაში ესეთი რაღაც შეგვიძლია რომ animal class გავუჩინოთ ატრიბუტი სახელად name. და იყოს name და ამ კლასის ატრიბუტში წერტილი name-ში დავწეროთ გადმოცემული name. კაი, ეხლა ეს სინტაქსი რას ნიშნავს? init მეთოდი არის პირველი მეთოდი, რომელიც გამოიძახება აი ესეთი სინტაქსის დროს. ანუ როგორც კი შევქმნი animal class და ეს ორ ჩხილს გავუკეთებ, ეს init მეთოდი გამოიძახება. ამ შემთხვევაში ჩვენ ვეუბნებით animal class, რომ init მეთოდის დროს აუცილებელია რომ გადმოვცე name ატრიბუტი. და მე თუ გადმოვცემ name ატრიბუტს, მე ჩემს რაღაც ლოკალურ სკოპში, ანუ animal-ის ლოკალურ სკოპში შევინახავ შენ გადმოცემულ სახელს. მაგალითად რაღაც ამ animals თუ გადმოვცემ სახელად რაღაც name უდრის dog და მე გამოვიტან animal წერტილი names, მართლა ანუ რაც ჩავწერე, ეს თავიდან უნდა გავუშვათ. ანუ რაც გადავეცი name-ში, ზუსტად დავიბრუნდა აქ. აი, შემიძლია რაღაც სხვა ატრიბუტებიც გქონდეს, მაგალითად რაღაც age შეგვიძლია დავამატოთ, რომ რაღაც integer-ი იყოს და ჩემ რაღაც animal class გქონდეს self წერტილი age-იც და ეს age-იც რო გადავცეთ, ანუ თუ არ გადავცემ მე ჩხუბება, რომ შენ რაღაც ერთი არგუმენტი გადმომეცი, როცა მე ორს ველოდებოდი. და age-იც რო გადავცეთ, age უდრის 10 და გამოვიტანოთ ესეც ექნება, ანუ სახელიც ექნება და ექნება ასევე age-იც. აი, ეს არის ატრიბუტები. ანუ შეგვიძლია რომ ჩვენ კლასის ობიექტს გქონდეს ატრიბუტები. აი მაგალითად, string-ის შემთხვევაში და list-ის შემთხვევაში ეს ატრიბუტები არ გქონდა, მაგრამ გქონდა რაღაც მეთოდები. მოდი მეთოდი დავწეროთ ამ კლასის, რომ მაგალითად def make sound. და ეს make sound-ი უბრალოდ იმას აკეთებდეს, რომ print-ავდეს ეს animal-ი რას იძახის, რომ print my name is და აქ შეგვიძლია დავწეროთ self წერტილი name. ანუ რაღაც ფუნქციონალი გავაჩინეთ animal class-ში და ამ ფუნქციონალის გამოძახება შეგვიძლია მერე.
ანუ ეხლა რომ გამოვიძახოთ მაგალითად animal წერტილი make sound-ი animal წერტილი make sound-ი რაც იცავს რომ make sound რაც იცავს რომ უბრალოდ დაპრინტავს რომ ჩემი სახელი არის რაც გადავეცი აქ სახელად ხო თუ გადავცემდი რაღაცა blues დამიბეჭდავდა my name is blue კაი იდეაში მეთოდებსა და ფუნქციებს შორის ეგ განსხვავება არის რომ მეთოდი არის კონკრეტული ინსტანსის ფუნქცია ამ შემთხვევაში აი list-ს ხო ქონდა რაღაც მაგალითად append მეთოდი ანუ რაღაც ლისტი რომ ქონდა list 1 2 3 ამ list-ს ქონდა l.append ხო მაგრამ ეს append-ი ხო ყველა სულაც არა აქვს მაგალითად რაღაცა float-ზე რო გამოვიძახო რაღაც 12.4 append-ი ესეთი რაღაც არ არსებობს ხო ანუ მარტო კონკრეტულად list-ის ფუნქცია არის ეს append და თუ რაღაც კონკრეტული ინსტანსის ფუნქცია არის მაგას ეძახიან ხოლმე მეთოდებს ანუ კლასის ფუნქციები არის მეთოდები კაი ამაზე ხო არ გაქვს ჯერჯერობით რამე კითხვა კარგი აი ბოლომდე ვერ მივხვდი მაინც definite-ის შემდეგ რომ მოდის ეს პარამეტრები გენერაციებიან ანუ ნახეთ ეს პარამეტრები რო არ დაგვეწერა რა მოხდებოდა რა ეს პარამეტრები რო არ დაგვეწერა ეს უბრალოდ int ფუნქცია არის რომელსაც გადმოეცემა რაღაც ორი ატრიბუტი დიახ ანუ რაღაც ორი ატრიბუტი გადმოეცემა მაგრამ ამ ორ ატრიბუტს ფაქტობრივად არაფერს არ უკეთებთ ხო ესენი თუ დავაკომენტარეთ და აი ამ ხაზით უბრალოდ იმას ვაკეთებ რომ ამ კლასის ინსტანსში ანუ self-ი ნიშნავს ანუ კონკრეტულად აი ამ შემთხვევაში animal ობიექტი რო შევქმნით self-ი აღწერს აი ამ კონკრეტულ ამ animals თუ რაღაც a უდრის animal შევქმნით self-ი ეხება აი ამ კონკრეტულ ცვლადს ამ შემთხვევაში self წერტილი name-ში რო ჩავწერეთ name ეგ იმას ნიშნავს რომ აი a წერტილი name-ად შეიქმნა რაღაცა name-ი რაც გადმომეცა რა ანუ უბრალოდ ამ სინტაქსით ვიმახსოვრებთ რაღაც კონკრეტულ ცვლადებს რაც გადმოგვეცა აქ შეიძლება რომ მაგალითად name წერტილი bla დამეწერა რა self წერტილი bla დამეწერა მაგრამ ამ შემთხვევაში რა მოხდებოდა რომ მოდი ესეც ვცადოთ ანუ ესე რო გავუშვათ რომ bla-ში თუ ჩავწერე ეს გადმოცემული name რა მოხდება რომ animals რო შევქმნი animal წერტილი name აღარ არსებობს საერთოდ ხო იმიტომ რომ ანუ ეხა bla მაქვს უკვე მაგრამ animal წერტილი bla-ში უკვე ჩაწერილი იქნება ის რაც გადმოვეცი name-ში იმიტომ რომ აი ამ ხაზზე უბრალოდ ეგ გავაკეთე ანუ უბრალოდ რაღაც ცვლადში ჩავწერე გადმოცემული name მიხდით ამას ანუ არა აუცილებელი რომ ერთ და იგივე სახელი ერქოს ანუ შემიძლია რომ აქ ნებისმიერ რაღაც დამერქნია უბრალოდ ანუ პრაქტიკულია რომ რაც გადმომეცა უბრალოდ ის სახელი დავარქვა დიახ გასაგებია აი ხო ნუ ამას უბრალოდ ქვია ატრიბუტები რაშიც ვინახავთ ანუ რაღაც ინფორმაციას სადაც ვინახავთ ამას ქვია ატრიბუტები და ესენი არის მეთოდები ეს self არგუმენტი აუცილებელია იმიტომ რომ ეს self-ი თუ არ მექნება არ მეწოდინება რომელ ინსტანსს ეხება რომელ ინსტანსზე ვაკეთებ ამ მეთოდის გამოძახებას რა ამიტომ ამაზე გვეჭხვებოდა საერთოდ Python და ამ ვერ გამოვიძახებდი self წერტილი names ამ name ატრიბუტსაც სტომა არ მექნებოდა self-ი თუ არ განმომეცემოდა აქ აი კიდე რა უნდა ვეთქვა კლასებზე ნუ კლასები იდეურად საკმაოდ მარტივი რაღაცაა უბრალოდ ხანდახან ისე ხდება ხოლმე რომ რაღაც ძალიან კომპლექსური კლასები შეიძლება არსებობდეს აი მაგალითად აი ეს ტრანსფორმერების ბიბლიოთეკაში შეიძლება რაღაც ძალიან მილიონობით ხაზი რაღაც კლასი შეგვხვდეს რა რომელსაც კიდე რაღაცები აქვს გადაეცემა ამაზე მე კიდე ვილაპარაკებთ რაღაც უამრავი ატრიბუტი აქვს და რაღაც უამრავი მეთოდი აქვს რა ესე ანუ შეიძლება რეალურ სამყაროში შეიძლება რაღაც ძალიან დიდი კლასები შეგვხვდეს მაგრამ ანუ აზრობრივად საკმაოდ მარტივია რა უბრალოდ ატრიბუტები აქვს ამ კლასს და რაღაც მეთოდები აქვს რითიც რაღაც common functionals ვიმახსოვრებთ კაი კიდე რა უნდა გვეხსენებინა აქ ხო ნუ კლასები რა განავრჩენთ კიდე ესეთი პროგრამირებაში ესეც ცნება არსებობს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება ვიღაცებმა უკვე დაწერეს აი ეს OOP რო ახსენეს ეგ არის ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება და Python-ში რაღაც ამ OOP-ს რაღაც ფუნქციონალი შეიძლება კარგად არ არის გამოხატული მაგრამ აი ზოგი ფუნქციონალი მაგალითად inheritance-ი ამ მემკვიდრეობითობას ეძახიან ხოლმე
მაგის გამოყენება შეგვიძლია მარტივად. მაგალითად, შეგვიძლია რომ შევქმნათ რაღაც სხვა კლასი, რომელიც ამ animal-ის ყველა ფუნქციონალს გაიზიარებს. ამ შემთხვევაში animal ხო რაღაც ზოგადი კლასი არის, მაგრამ გვინდა რომ რაღაც შევქმნათ, მაგალითად, კლასი, სახელად რაღაც dog, აი მიწერს კიდევ CI კოდს და შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ეს ჩემი dog იყოს animal კლასის შვილობილი. აი ესეთი სინტაქსით ჭრილებს თუ გავხსნი და აქ თუ გადავცემ animals, dog კლასი ავტომატურად გახდება animal კლასის შვილობილი. რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე შემიძლია შევქმნა ესეთი dog ობიექტი, dog უდრის dogs და ნახეთ, ანუ აქ ხო რაღაც მეწერა რომ ატრიბუტები უდრის name, age და ასე შემდეგ. მაგრამ dog-ში, რადგან animal-ის შვილობილია, ეს ატრიბუტები ავტომატურად გადმოდის. ანუ ეს მთხოვს, რომ გადავცი აუცილებლად რაღაც name და age-ით აუცილებლად. თუ არ გადავცე, მაშინ მეჭკვება, რომ dog-ი რადგან animal-ის შვილობილია, აუცილებლად ითხოვს name-საც და age-საც. და რაღაც age შეგვიძლია გადავცეთ რაღაც 20. ასევე, ანუ იმის საშუალებასაც გვაძლევს ეს inheritance-ი, რომ ამ dog-ზე პირდაპირ გამოვიძახო make sound method. ანუ იმის მიუხედავად, რომ ამ dog კლასში არ ავწერე ეს make sound მეთოდი, მაინც მაქვს შესაძლებლობა რომ გამოვიძახო. და default-ად თუ ვერ ნახავს make sound methods შვილობილ კლასში, მაშინ მიაკითხავს მშობელ კლასს ამ animal class და ამ animal class-ის ფუნქციას გამოიძახებს. ამას მივხვდით? ანუ dog-ში შეიძლება მეთოდი რა არის ეკაიმეროთ? ხო, მეთოდი არის უბრალოდ კლასში არსებული ფუნქცია. ამ შემთხვევაში ეს make sound-ი არის animal class-ში არსებული ფუნქცია. რომელიც რაღაცას აკეთებს. ამ შემთხვევაში ეს ფუნქცია იმას აკეთებს, ეს მეთოდი იმას აკეთებს, რომ პრინტავს, რომ ჩემი სახელი არის რაღაც. ან მეთოდი და ფუნქცია ფაქტობრივად ჩათვალეთ, რომ ერთ და იგივე უბრალოდ მეთოდებს ეძახიან კონკრეტული კლასის ფუნქციებს. გასაგები. უბრალოდ განმარტება არის ეგეთ. და ხო, ეს self argument-ი ჭირდება მეთოდებს. ხო. ნუ თავი მუღამი ის არის, რომ დაგენახათ, რომ dogs მიუხედავად იმისა, რომ არ აღწერე, რომ make sound მეთოდი საერთოდ აქვს, რადგან animal-ის შვილობილია, ავტომატურად უჩნდება. მაგრამ ასევე შემიძლია, რომ ეს შვილობილი კლასი გავხადო, რა ქვია, გადავუტვირთო ეს მეთოდი. მაგალითად, animal-ი თუ რაღაც ამბობს, რომ ჩემი სახელია რაღაცა, ძაღლმა კონკრეტულად უნდა თქვას, რომ რაღაც woof woof მაგალითად რა ის, როგორც დამიწერა ახლა AI. ანუ შემიძლია, რომ გადავუტვირთო ეს მეთოდი, ეს make sound მეთოდი და როგორც კი გამოვიძახებ უკვე dog ობიექტზე ამ make sound მეთოდს და მიბეჭდავს ამას. ანუ ეხლა კიდე მეორეჯერ შევქმნათ ეს dog ობიექტი. და dog წერტილი make sound-ი გამოვიძახოთ. ანუ animal-ის make sounds კი აღარ გამოიძახებს, ჯერ პირველ რიგში მიაკითხავს ამ dog-ის make sounds და თუ დახვდება ამ მეთოდს გამოიძახებს. კაი, კიდე აქ AI წინასწარ დამიწერა ეს რაღაცა. ეს რას ნიშნავს ახლა, რომ init მეთოდი init მეთოდი რო დავწეროთ dog-ის, რა იქნება, რომ რადგან dog-საც ასევე ჭირდება ეს name და age, აუცილებელია, რომ super კლასის ინიციალიზაცია გავაკეთოთ ამ name-ით და age-ით. რაც იმას იზრავს, რომ ამ animal კლასის init მეთოდს გამოიძახებს. აი super init-ი უბრალოდ იმას აკეთებს, რომ აიღე მშობელი კლასი და ამ მშობელი კლასის ინიციალიზაცია მოახდინე ამ name და age ცვლადებით. და ისა კითხვა არის, ეს ახალი მეთოდის შექმნისგან რით განსხვავდება უბრალოდ კლასის და არა მეთოდის? ეს კონკრეტულად ეს მაგალითი make sound-ი? თუ სხვანაირად გავიგეთ. dog კლასი რო შევქმნით, უბრალოდ შვილობილი კლასი რო შევქმნით, ის რით განსხვავდებოდა, ანუ უბრალოდ ახალი კლასი რო შევქმნით. საერთოდ ახალი კლასი რო შევქმნა და შვილობილი არ ყოფილიყო, ხო? ხო, ანუ რამე ოპერატორობას გვაძლევს თუ არა ის მეინტერესებს. კი, უპირატესობას იმას გვაძლევს, რომ რაღაც ახალი კლასი რო შეგვექმნა, მოგვიწევდა, რომ ეს ყველა ფუნქცია, რაც ამ animal კლასში იყო, თავიდან დაგვეწერა ხელით. მაგრამ როგორც კი შვილობილი გავხადეთ, ავტომატურად ეს ფუნქციები, რაც animal-ში არსებობდა, ანუ ნახეთ, აქ მარტო ერთი ფუნქცია მეწერა რა, მაგრამ ხო შეიძლება როგორც 1000-ობით მეთოდი მქონდეს დაწერილი და 1000-ობით ატრიბუტი მქონდეს აქ, ხო? მაგ შემთხვევაში თუ შვილობილს არ გავხდიდი, მომიწევდა, რომ ხელით გადმომეწერა ყველა ეს ფუნქციონალი. და ამ შემთხვევაში შემიძლია საერთოდ არაფერი არ დავწერო, ეს dog ცარიელი იყოს.
მაგრამ ეს animal-ის ატრიბუტები და მეთოდები ისედაც გქონდეს ამ dog objects, იმიტომ რომ შვილობილია. ამას მიხვდით? ანუ უბრალოდ ოდის გადაწერა არ მიწევს რა მეორეჯერ. აი დაჩის აქვს კითხვა. იმის კითხვა მინდა, წინა გავითილზე იკითხეს უკვე, მაგრამ აი ფუნქცია ის მერე რო წერთ, აი ის არის და nonce. მაგი ხო იგივე return-ი არის წესით, ხო? თუ ხო და მაშინ return-ს ატო წერთ ხოლმე მაგასთან ერთად. აი კიდე ქვემოთ. თუ ხო აი მაგას ვერ მივხვდი ცოტა, აი მაგი როგორი წერია რა. ხო, ეს ის არის უბრალოდ იმის მანიშნებელია, რომ ეს ჩემი ფუნქცია რას აბრუნებს, რა ტიპის ობიექტს, ხო? ამ შემთხვევაში ეს ის არის და nani რო დავწერ, ნიშნავს, რომ ჩემი ფუნქცია არაფერს არ აბრუნებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ანუ default-ად იგულისხმება, რომ return none საკეთებს რა. უბრალოდ Python ჭკვიანია და ეს ამ ხაზის დაწერა არ არის აუცილებელი. მაგრამ იგულისხმება რა, ანუ Python-ი თავის დაკეთებს მაგას, რომ თუ return-ი არ მიწერია, იგულისხმება return none. ისე უნდა მიუწეროთ ხოლმე? აი თუ აქ return-ი არა ეხლა ეს none რო გიწერია თუ გულისხმობს თავისთვის რატო ხო, თუ გულისხმობს, მაგიტომ არ მიწერია რა. ზუსტად მაგიტომ არ დავწერე, რომ ისედაც იგულისხმება ეს return none რა. მაგიტომ ეს ხაზი არ დავწერე. და იდეაში ესეც არ არის აუცილებელი შემიძლია ამის გარეშე დამეწერა. უბრალოდ ანუ უფრო თვალსაჩინოა, რომ ეს ჩემი ფუნქცია არაფერს არ აბრუნებს. და ამ უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის არის, მეტი არაფერისთვის. გასაგები, მადლობა. ანუ ამაზე არაფერი ერორი არ მოხდება, რომ არ დავწერო რა. შეგვიძლია არ გვიტევს. ხო. აი, უბრალოდ ეს make sound-ი რო აღვწერეთ dogs, ის მოხდა, რომ გადატვირთვა მოხდა make sound მეთოდის ამ dog კლასში. ანუ შემიძლია, რომ ეს შვილობილი კლასი ამ შვილობილ კლასმა აიღოს რაღაც ატრიბუტები და დამატებით რაღაც სხვანაირი ფუნქციონალიც ჰქონდეს. აქ შემიძლია რაღაც ახალი მეთოდი გავაკეთო, რაღაც bark მეთოდი გავაკეთო, მაგალითად, აი დამეწერა AI პირდაპირ, რომ ამ შემთხვევაში dog-ზე შემიძლია უკვე გამოვიძახო dog.bark. მაგრამ animal class-ის ობიექტს არ ექნება, ხო ეს bark მეთოდი. animal.bark, ამას ვერ გამოვიძახებ, იმიტომ რომ animals არ აქვს ესეთი მეთოდი. აი, ამას ქვია inheritance, რა შემიძლია, რომ რაღაც ფუნქციონალი თუ მაქვს ერთ კლასში, მეორე კლასში ავტომატურად გავაჩინო. აი. აი, კიდე რაზე ჯობდა გველაპარაკა OP-ზე. ენკაფსულაცია დიდად არ გვინდა. აბსტრაქცია. ხო. აი, ეგენი წესით არ დაგჭირდებათ. მაგრამ ხო, ანუ მოდი ჩამოვწერ მაინც აქ. OP principles. და ამას გადახედეთ. Dog make sound რომ წერია, შეგვიძლია თუ არა რომ animal class-ის მეთოდს დავუკავშირდეთ და არა თვითონ ამ dog class-ის. ეგეთი რაღაც შეგვიძლია, რომ სუპერით გამოვიძახოთ წესით. ეგ არ მახსოვს ზუსტად. აქ რომ make sound-ში გამოვიძახოთ, ესე ხო? Super. წერტილი make sound. ეს თუნდაც შეგვიძლია. შევქმნათ და dog წერტილი make sound. ეს გამოვიძახეთ, გამოიძახა მართლა animal-ის ესა ფუნქცია რა. აი super keyword-ი გვაძლევს საშუალებას რომ მივუწვდეთ მშობელ კლასს. და რადგან მშობელ კლასს მივუწვდით, ამ მშობლის make sound-ი გამოვიძახეთ და დაწერა რომ ჩემი სახელი არის რაღაც. ანუ uf კი აღარ დაწერა ეს ჩემი name-ი არის dog. ხო, მაგრამ ანუ თუ მშობლის თვისება გვინდა რომ გქონდეს, მაშინ უბრალოდ ჯობია რომ საერთოდ ეს მეთოდი არ ავხტეროთ. და პირდაპირ make sound-ი ისედაც მშობელ კლასზე წავიდოდა რა. კაი. მოდი ეს დავუბრუნოთ. ეს გავუშვათ და გადავიდეთ კიდე რა გვინდოდა. კაი, შედარებით უფრო ნორმალური მაგალითიც რო განვიხილოთ. და ეს საკიდი აქვს, რაზე უნდა მელაპარაკო კლასებზე.
ატრიბუტები მეთოდები ვახსენეთ, მეტი შეარაფერი წესით. აი, ცოტა რეალური მაგალითიც რო განვიხილოთ, შეიძლება ეგეთი კლასის დაწერა მოგვინდეს, რომ რაღაც ტექსტი გადაეცემოდეს და ამ ტექსტის პროცესინგი ხდებოდეს ამ კლასში. შეიძლება გქონდეს ისეთი კლასი, რომელიც რაღაც ინგლისური ენის ტექსტს აპროცესებს, ან შეიძლება გქონდეს ისეთი კლასი, რომელიც ქართული ენის ტექსტს აპროცესებს. ამისთვის ანუ არა აუცილებელი რომ რაღაც ორი ცალკე კლასი გქონდეს სხვადასხვა ფუნქციონალით. შეიძლება რომ რაღაც საზიარო კლასები გავაკეთოთ, რომელსაც რაღაც მსგავსი ფუნქციონალი ექნება. მაგრამ ქართულისთვის რაღაც კონკრეტულ მეთოდებს გამოიძახებს და ინგლისურისთვის რაღაც კონკრეტულ მეთოდებს გამოიძახებს. მაგისთვის შეგვიძლია რომ აი inheritance-ით, როგორც ვახსენე, მემკვიდრეობითობით გავაკეთოთ ესეთი კლასი, რომ მაგალითად ესეთი text processor კლასი გქონდეს, ამ text processor კლასს გადაეცემოდეს რაღაც ტექსტი ატრიბუტად და ინახავდეს თავის ატრიბუტებში ამ text strings და ესეთი მეთოდები გქონდეს, რომ მაგალითად word count. უბრალოდ იმას აკეთებს, რომ ამ text სპლიტავს სიტყვებად და ამ სიტყვების ზომას აბრუნებს. ანუ ეს ახლა ქართული ენისთვისაც და ინგლისური ენისთვისაც ხო ერთ და იგივე ეს ფუნქციონალი. ამიტომ არ არის საჭირო, რომ ამ text processors რო გავაკეთებთ, მე შეგვიძლია რომ რაღაც Georgian text processor კლასი გავაკეთოთ. რომელსაც ანუ ეს word count მეთოდი იქნება ზუსტად ერთ და იგივე. ანუ აღარ მოგვიწევს რომ ეს word count მეთოდი თავიდან დავწეროთ. ასევე მაგალითად ეს to lowercase მეთოდი თუ აქვს ჩემ ზოგად text processors ეს to lowercase შეიძლება საერთოდ ქართულისთვის არ იყოს რელევანტური და ქართულ ტექსტზე საერთოდ არ გამოვიძახო, იმიტომ რომ რაღაც upper და lower მეთოდები ძირითადად აქვრივდება ხოლმე ქართულში რა. ასევე რაღაც remove extra white space ესეთი მეთოდი შეიძლება გქონდეს, რომელიც რასაკეთებს, რომ რაღაც ზედმეტი space-ები თუ გვაქვს, ან რაღაც slash-ნები და slash-t-ები მაგებს მოაშორებს. და რაღაც ესეთი მეთოდი შეიძლება გქონდეს, აი remove stop word-ების მეთოდი, რომელსაც გადაეცემა რაღაც stop word-ების სია და ამ stop word-ებისგან ფილტრავს ჩვენ ტექსტს. ანუ თუ მაგალითად შევხვდა რაღაც v, ან is, ან და ასე შემდეგ რაღაც ინგლისურ ტექსტში, ესენი რომ მოვაშოროთ რაღაც. პირობითად რატომაც ეგეთი მოთხოვნა გქონდეს. ასევე რაღაც character frequency-ს ითვლიდეს ესეთი მეთოდი. SS, ანუ Georgian text processor-ი რო გქონდეს, ამის გამოყენება შეგვეძლებოდა ხო პირდაპირ. და ეს process მეთოდი შეიძლება გქონდეს მე საბოლოოდ, რომელიც ამ ყველა მეთოდის აგრეგირებას აკეთებს, რომ ჯერ რაღაც ტექსტს აიღებს, ამ ტექსტ lowercase-ში გადაიყვანს, მე ამ extra white space-ებს მოაშორებს და მე stop word-ებსაც მოაშორებს. აი, ეხლა უბრალოდ იმის გაკეთება გვინდა, რომ აი ეს რო გამოვიძახოთ. text processor კლასი შევქმნათ, დავითვალოთ ეს word count-ი, მე pre-process-ი გამოვიძახოთ ეს მეთოდი, რომელიც რაღაც სიტყვას მოაშორებს, ხო? და ამ სიტყვების მოშორების მერე თავიდან თუ ქონდა რაღაც 178 სიტყვა, მე დაგვრჩებოდა რაღაც ცოტა ნაკლები სიტყვა. ეხლა გვინდა რომ ზუსტად იგივე კლასი დავწეროთ, ოღონდ გვინდა რომ რაღაც კონკრეტულად ქართულ ტექსტზე მუშაობდეს. მაგისთვის რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ახალი კლასი გავაკეთოთ, class რაღაც Georgian text processor, რომელიც იყოს ამ რაღაც ზოგადი text processor-ის შვილობილი, ხო? რაც იმას ნიშნავს, რომ ამ Georgian text processor-ს უკვე ნახეთ, ანუ რო შევქმნა text processor, უდრის Georgian text processor. ამას უკვე უნდა გადავცეთ ტექსტი, და მოდი გადავცეთ. აი აქ ზემოთ მოგახსენილი ეს Georgian text, ხო, Georgian text. ამ Geo text processor-ზე შემიძლია გამოვიძახო მაგალითად word count. უბრალოდ ამას ტექსტ კი არ გადაეცემოდა. Text processor word count. ბოდიში word count ეგრე მიწერია, რომ ტექსტი უნდა გადაეცემოდეს. Georgian text. და დამითვალა, რომ ანუ მიუხედავად იმისა, რომ აქ საერთოდ არაფერი მეთოდი არ აღწერა, რადგან text processor-ის შვილობილია, პირდაპირ გამოიძახა შობლის word count-ი და დამიბრუნა, რომ 186 სიტყვა შემხვდა ამ ტექსტში. ამას მიხვდით, ხო? ანუ არ დამჭირდა, რომ ეს ფუნქცია მეორეჯერ დამეწერა რა. ანუ აქ გადმოკოპირება არ მომიწია. მაგრამ აი ამ შემთხვევაში თუ მინდა რომ გამოვიძახო ეს remove stop word-ები, ხო? მოდი ეგეც ვქნათ. მოდი Geo text processor რაღაც print text უდრის Geo text processor რაღაც remove stop words. გადავცეთ ეს Georgian text.
Georgian text. და ეს რომ გამოვიდოხოთ clean text-ს. ამ შემთხვევაში რა მოხდება? ანუ მიუხედავად იმისა, რომ რაღაც სტოპ-ვორდები ამოვაღებინე, ეს სტოპ-ვორდები იყო კონკრეტულად ინგლისური სტოპ-ვორდები რა. და მიუხედავად იმისა, რომ ამოვაღებინო, მაინც სიტყვების რაოდენობა დამრჩა იგივე, ხო? იმიტომ რომ რაღაც ამ ქართულ იმაში რა ქვია, სტატიაში რაღაც end და ასე შემდეგ სტოპ-ვორდები არ მქონდა, ხო, საერთოდ end და ასე შემდეგ. ეგეთი სტოპ-ვორდები არ მქონდა. ამიტომ ხანდახან შეიძლება დამჭირდეს, რომ ამ Georgian text processor-ს რაღაც სხვანაირი მეთოდი გაუხადო, კონკრეტულად ეს remove stop-word-ების მეთოდი. და ეს მოდი გადმოვაკოპიროთ. და ეს remove stop-word-ებში მარტო ის შევცვალოთ, რომ stop-word-ებად გადავცეთ რაღაც ახალი stop-word-ები, რომ მაგალითად და რომ რაღაცა რაღაც კიდე რა stop-word-ი იცით ქართული. აი და რომ მაგალითად რა. ამ შემთხვევაში რა მოხდება, რომ Georgian text processor-ზე რო გამოვიძახო remove stop-word-ები, წესით უკვე უნდა შემიმციროს რაოდენობა, ხო, ამ stop-word-ების, იმიტომ რომ რაღაც და რომ შემხვდა და წაშალა ამ ტექსტიდან. კაი. ამას მიხვდით? რატო გავაკეთე? დიახ. კარგი. ხო, თუ მინდა რომ რაღაც სხვანაირად დავთვალო ეს character frequency-ები, რაღაც ქართული ტექსტისთვის რატომაც მომიდეს, ეს character frequency-ები შემიძლია რომ გადავტვირთო და სხვანაირად დავწერო ამ კლასში. მაგრამ რეალურად იმის ფუფუნება მაქვს, რომ პირდაპირ ამ კოდის დაწერის გარეშე შევ text processor-ზე პირდაპირ გამოვიძახო რაღაც მაგალითად character frequency-ის მეთოდი. და ამას clean text გადავცემთ ამ შემთხვევაში. და ამან დამითვალა უბრალოდ რომ რაღაც l შემხვდა 66 ჯერ, რაღაც i შემხვდა 126 და შენ. ანუ ამის გაწერა არ დამჭირდა მოკლედ ჩვილობილ კლასში, ამის თქმა მინდოდა. აი. ეგ არის inheritance. ეს inheritance ანუ ძალიან ხშირად შეხვდებათ ხოლმე, აი მე რაღაც AI მოდელებზე რო გადახვალთ, იქ რაღაც common რაღაც ფუნქციონალი არსებობს, რაღაც PyTorch-ის ბიბლიოთეკის, რომელსაც მე ყველა სხვა ჩვილობილი კლასები იყენებენ. ანუ არ არის საჭირო, რომ რა ფუნქციონალიც უკვე არსებობს, ჯობია რომ ეს ფუნქციონალი უკვე გამოვიყენოთ და ჩვენ მხოლოდ ახალი დავამატოთ. თუ რაღაც არსებობს, რაღაცა ვიწვალო და ჩემით რატო შევქმნა ის რაც უკვე არსებობს. მაგისთვის ანუ კარგი არის inheritance. კაი. ინგლისათია, ჯერ აი მოდი 5 წუთი შევისვენოთ და მე გადავიდეთ კიდე დეკორატორებს. ან რამე კითხვები თუ გაქვთ, გავარჩიოთ და მე გადავიდეთ. აი მაშინ ზუსტად 8-ზე დავიწყოთ. ხო, ერთი კითხვა არის, წინა ლექსის მოსამართად define რა შევა მოკლედ რომ მითხრით. ხო, ეს def-ი უბრალოდ იმას შევა, რომ თუ რაღაც ფუნქციის აღწერა მინდა, სინტაქსი
ეგეთია Python-ში, რომ def უნდა დავწერო რა. def მე რაღაც ფუნქციის სახელი, რაღაც my function. მე სინტაქსი ეგეთია, რომ რა გადმომეცემა, მაგალითად რაღაც ატრიბუტი გადმომეცემა text. თუ კიდე რამე გადმომეცემა რაღაც second text. ან რაღაც. ანუ უბრალოდ Python-ის სინტაქსი. და რა საბრუნებს მე აქვს წერო, რომ რაღაც integer საბრუნებს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს რა საბრუნებს, ანუ რა ტიპ საბრუნებს, ეს არ არის აუცილებელი და საერთოდ ანუ Python-ი საერთოდ ამას არ უყურებს. ანუ შემიძლია რომ ეს ჩვენი ფუნქცია მეწეროს რომ int საბრუნებს, მაგრამ დავარეთანებინო რაღაც string-ი რა. და ეს my ფუნქცია რო გამოვიძახო. my function. არც ამ ტიპს შეხედავს რომ ეს string-ი უნდა იყოს, მაგალითად text უდრის რაღაცა რო გადავცე. და რაღაც second text უდრის რაღაც nani რო გადავცე. და აღწერილი მქონდეს როგორც ლისტი მაგალითად. ანუ ამას საერთოდ არ უყურებს Python-ი რა. საერთოდ არ აინტერესებს ზუსტად ის გადმოიცი თუ არა. აი დაჩის აქვს კიდე. კითხო. ხო ძალიან რთული დავალევი მომივიდა. ბაჭი იცი რა იცადე ხოლმე, ანუ თუ პირველ ჯერზე ვერ გააკეთებ, ანუ ჯერ შეიცადე ხოლმე, მაგრამ თუ ვერ გააკეთებ, ანუ ძალიან ოკეია რომ რაც AI-ის მოდელები გამოიყენო რა ChatGPT-ს კითხო, ეს რატო გააკეთა და ასე შემდეგ. ხო, ანუ არა პრობლემა არანაირი. ChatGPT-ს თუ დაიხმარ, ან მეც ნებისმიერ დროს მომწერე კითხვები რაც გექნება, დაგეხმარებ. ხო, უბრალოდ ეხლა ანუ სწრაფად მივდივართ მესმის, იმიტომ რომ ანუ გვინდა რომ რაც შეიძლება მეტი რაღაც დაგამახსოვრდეთ რა, ანუ არ გვაქვს მოლოდინი რომ რაღაც ამ ყველაფერს რაღაც ეგრევე დაწერთ რა. უბრალოდ გვინდა რომ რაც შეიძლება მეტი ცოდნა, აი ცოტათი მაინც უნდა გამახსოვრდებათ რაღაცები. მერე გამოგადგებთ. არა აუცილებელი რომ ანუ ზუსტად გესმოდეთ ყველაფერი რა როგორ გეთქვა. ხო, აი გიორგი მაგაზე არ ვიცი ზუსტად. სინტაქსი შეიძლება იყოს რამე რეფერენსები. მაგრამ როგორც ვიცი, ოლიმპიადებზე საერთოდ იმაზეც აქვს ცდომა. GPT-ებზეც აქვს ცდომა. მე როგორც ვიცი, შაშან ეგრე იყო. მაგითო გაგიმარტივებთ საქმეს. ხო, ჯობია მაინც რა ორგანიზატორებსაც კითხოთ, რამე არ მოგატყუთ. არა ხო? აი, გავბრუნდით. შეგვიძლია გაგრძელოთ. ოკეი. აი, ბოლოს ვიყავით კლასები ვახსენეთ. ეხლა გადავიდეთ დეკორატორებს. აი. დეკორატორი არის ეგეთი პატერნი პროგრამირებაში, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ რაღაც არსებული ფუნქციონალი განმოვცოთ. მაგალითად, შეიძლება არსებობდეს რაღაც ფუნქცია, რაღაც ფუნქცია არსებობდეს, რომელიც რაღაცას პრინტავს, რა def myPrint. მათ ტექსტს გადაიცემა. როგორ თქვით? გამიმეორებ ახლა. ანუ დეკორატორები იმისთვის გამოიყენება, რომ
აი რაღაც ფუნქციონალი თუ არსებობს უკვე რა, მაგალითად, აი ეს myPrint ფუნქცია უკვე არსებობს და რაღაცას აკეთებს. და მე მინდა რომ ისე რომ ეს ფუნქცია არ შევცვალო, განვავრცო ამის ფუნქციონალი. მაგალითად, თუ ეს myPrint ფუნქცია აკეთებდა რომ მარტო უბრალოდ ბეჭდავდა prints, ეხლა მე მინდა ეს ფუნქცია განვავრცო რაღაც ახალი მეთოდით, რომელიც ამ ფუნქციასაც გამოიძახებს, მაგრამ დამატებით კიდე რაღაცას გააკეთებს. ანუ მაგალითად, ეს თუ უბრალოდ ტექსტს პრინტავდა, ეხლა რაღაც ახალი ფუნქცია მინდა გავაკეთო, რომელიც თავიდან რაღაცას დაპრინტავს, რომ I will print now. და მე რაღაც ამ ჩემ ფუნქციას გამოიძახებს, დაპრინტავს და მე ბოლოშიც რაღაცას გააკეთებს. ანუ უბრალოდ რაღაცნაირად მინდა რომ რაღაც common ფუნქციონალი ისე შევცვალო, რომ უბრალოდ ისე შევცვალო ამ ფუნქციას ფუნქციონალი, რომ შიდა ფუნქცია არ შევცვალო. ანუ ძალიან უცნაურად დავხსენე ახლა, მაგრამ აი მაგალითზე შეიძლება უკეთესად მიხვდეთ, დაიცა. თუ მაქვს მარტივი მაგალითი. ალბათ ეს არის ყველაზე მარტივი მაგალითი დეკორატორის. ანუ მაგალითად რაღაც ფუნქცია მაქვს, grid ფუნქცია არსებობს, რომელიც უბრალოდ პრინტავს, რომ გამარჯობა ჩემი სახელია რაღაცა. და grid რო გამოვიძახო რაღაც ირაკლიზე, დავეჭდავს, რომ გამარჯობა ჩემი სახელია ირაკლი. ეხლა მინდა, რომ რაღაც ახალი ფუნქცია შევქმნა, რომელიც ამ grid ფუნქციასაც გამოიძახებს, მაგრამ დამატებით რაღაც ახალი თვისებებიც ექნება. მაგისთვის ესეთი ფუნქცია უნდა გავაკეთო ახალი, რაღაც myDecorator ფუნქცია დავარქვათ პირობითად, რომელსაც გადაეცემა ეს ჩემი საწყისი ფუნქცია. ამ შემთხვევაში რაღაც grid ფუნქცია. და ეს grid ფუნქცია რო გადაეცემა, რაღაც შიდა მეთოდი აქვს wrapper-ის, რომელიც რას აკეთებს, რომ რაღაც ახალი ფუნქციონალი დავამატე, მაგალითად დავუბეჭდე before hello. მე ეს ჩემი ფუნქცია რაც გადმომეცა, გამოვიძახე იმ არგუმენტებზე, რაც გადმომეცა და მე კიდე რაღაც ფუნქციონალი დავამატე, რომ დავუბეჭდე კიდე რაღაც. და ბოლოს დავაბრუნე ეს wrapper ფუნქცია. რა მოხდება ახლა რომ შევქმნა ჩემი ანუ ეს ახალი ფუნქციის ცვლადი რო გავაკეთო. დამატებული იქნება ის ახალი ფუნქცია ძველს და ისე გააკეთებს. კი, ზუსტად ეგრე არის, რომ ამასაც გამოიძახებს, მე შიდა ფუნქციასაც გამოიძახებს, რაც გვინდოდა რომ გამოგვეყენებინა. და კიდე ამ ახალ ფუნქციასაც დაამატებს. და ეხლა შევქმნით ეს decorated grid ფუნქცია, რომელიც არის ეს myDecorator გამოძახებული ნებისმიერ რამეზე, ამ შემთხვევაში grid ფუნქციაზე და ეს რო გამოვიძახო, ნახეთ რას დაბეჭდავს, ანუ before hello-საც დაბეჭდავს, მე გამარჯობა ჩემი სახელია ირაკლისსაც დაბეჭდავს და after hello-საც დაბეჭდავს. ანუ რაღაცნაირად ისე გავაკეთე, რომ ამ ფუნქციის განვრცობა მოახერხე. ამ grid ფუნქციის განვრცობა მოახერხე. თუმცა ანუ ეს ყველაზე მარტივი მაგალითია, წარმოიდგინეთ, რომ ეს grid ფუნქცია ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებდეს და უბრალოდ იმის დათვლა მინდოდეს, რომ რამდენ ხანში შეასრულა მაგალითად რა, ეს grid ფუნქცია რამდენ ხანს მოუნდა. მაგრამ კიდე ხო შეიძლება რომ რაღაც სხვა ფუნქციას გქონდეს, რომლის დროის დათვლაც მინდა. ანუ მაგალითად ეხლა რომ გქონდეს რაღაც second grid ფუნქცია. ამასაც ზუსტად იგივე რაღაც გადაეცემოდეს. და რა ვთქვათ, ეს ბეჭდავს რომ რაღაც სხვა რამეს ბეჭდავს, მაგალითად ინგლისურად ბეჭდავს რა. და მინდა რომ ეს ფუნქციას განვავრცო და ეს ფუნქციას განვავრცო. მაგისთვის არსებობს დეკორატორები, რომ მარტივად შემიძლია რომ ამასაც დაუთვალო დრო რამდენ ხანში დასრულდება ამის execution-ი და ამასაც დაუთვალო დრო რამდენ ხანში დასრულდება execution. ნუ ეს იდეაში თქვენით აღწერეთ ახლა რაღაც დეკორატორ ფუნქცია. მაგრამ მეორე ვარიანტი არის რომ ესე კი არ დაგვეწერა. აი ეს დეკორატორ ფუნქციას რო აღწერდით, პირდაპირ აი ეს myDecorator ესეთ სინტაქსი არსებობს, აი grid ფუნქცია ხომ მქონდა რაღაც ესეთი. და აი აქ add signs თუ გავუკეთებ და myDecorator. grid ფუნქცია რას აკეთებს? grid ფუნქცია არაფერს არ აკეთებს, მარტო ამას აკეთებს. ანუ grid-ს რო გამოვიძახებ რაღაცაზე ირაკლიზე, უბრალოდ ბეჭდავს რომ გამარჯობა ჩემი სახელია ირაკლი. მეტი არაფერს. გავიგე, ხო. მაგრამ როგორც კი დავწერე ეს დეკორატორი, შემიძლია რომ ეს დეკორატორი მოვადო ამ ჩემ grid ფუნქციას, ესეთ სინტაქსით და ეხლა თუ გამოვიძახებ ამ grid ფუნქციას, უკვე ამასაც გააკეთებს. ანუ before hello-საც დაბეჭდავს, მე გამარჯობა ჩემი სახელიასაც დაბეჭდავს და after hello-საც დაბეჭდავს. ანუ ამ grid ფუნქცია განვავრცე ჩემი დეკორატორით. და ნუ ეს დეკორატორები ალბათ შეგხვდებათ უფრო აი ამ სახით შეგხვდებათ ხოლმე რა.
თქვენით არ ამგონია რომ მოგიწიოთ დეკორატორების დაწერა, უბრალოდ რაღაც უკვე არსებული დეკორატორების გამოყენება შეიძლება მოგიწიოთ. მაგალითად, ხშირად არის ხოლმე რომ რაღაც გრადიენტების დათვლისას, რაღაც neural pixel-ში ხშირად არის ხოლმე რომ უკვე დათვლილი მნიშვნელობები პირდაპირ გამოვიყენოთ. მაგისთვის ეგ დეკორატორები არსებობს, რომ cache დეკორატორები არსებობს, რომელიც თუ უკვე დათვლილი მაქვს რაღაც მნიშვნელობა, თავიდან კი არ გამოთვალოს, იმ cache-დან აიღოს და პირდაპირ წაიკითხოს. ცოტა შეიძლება გავუგებროთ ხსნი ხა, მაგრამ აი მგონი მაგის მაგალითიც მაქვს. მოდი ესეთი მაგალითი გამოვხილოთ, რომ რაღაც embedder კლასი მქონდეს რა. და embedder კლასი რას აკეთებს? მოდი ვნახოთ. init-ში არაფერს არ აკეთებს, embedder ფუნქცია იმას აკეთებს, რომ უბრალოდ გადაეცემა რაღაც ტექსტი და ამ ტექსტიდან აგენერირებს რაღაც random რიცხვების ლისტს. ამას აკეთებს უბრალოდ embed ფუნქცია. და როგორ აკეთებს, რომ ეს random სითვლის, ამათ კვადრატ სითვლის for რაღაცა range 10 მილიონი. ანუ იდეაში ეს ფუნქცია ეხა ძალიან დიდ დროს უნდება, ხო, წესით, იმიტომ რომ რაღაც 10 მილიონჯერ უნდა გაუშვას ამ რიცხვების აკვადრატება, ხო? მოდი რომ გავუშვათ მართლა. და ეს embedder კლასი შევქმნათ და დავთვალოთ აი ამ time.perf counter-ით უბრალოდ იმის გაკეთება შეგვიძლია, რომ დავითვალოთ ეხანდელი დრო რა არის. და მე კიდე მეორჯერ რომ დავითვლით რა დრო არის ეხა, თუ გამოვაკლებ ამ tox-tix, მივიღებ ამ ფუნქციას რამდენი დრო დაჭირდა, ხო? ანუ დავთვალე ეხანდელი დრო, მე გამოვიზახე რაღაც ფუნქცია და დავთვალე კიდევ ახლანდელი დრო. და ამათი სხვაობა ამ tox-tix იქნება რამდენი დრო დაჭირდა ამ ჩემ ფუნქციას, ხო? დიახ. ეს რო გავუშვა. რა მოხდება, რომ ამ embed ფუნქციას მოუნდა რაღაც 1.5 წამი, ხო? hello-ზე დათვლილს. და მეორჯერ რო გამოვიძახე hello-ზე დათვლილი, ისევ მოუნდა 1.5 წამი. მაგრამ ხო შეგვიძლია რომ ეგეთი რაღაც გავაკეთოთ, რომ რადგან ამ hello-ზე ეს embed-ის მნიშვნელობა დათვლილი გქონდა, ხო შეგვიძლია რომ რაღაც reuse გავაკეთოთ რა. ანუ თუ უკვე ვიცი რომ hello-ზე მაგალითად პირობითად რა, text hello-ზე თუ ეს ჩემი embed-ი მიბრუნებს რაღაც list-ს, რომელიც არის რაღაც 1 2 3 4. ეს 1 2 3 4 ხო შემიძლია შევინახო სადღაც. და მეორჯერ თუ შემომივა ისევ hello, თავიდან კი არ დავთვალო ეს კვადრატები. არამედ პირდაპირ ეს შენახული მნიშვნელობა გამოვიყენო. ეგეთი რაღაც ხო შემიძლია. მაგას აკეთებს იდეაში ეს cache დეკორატორი რაც არის რა. და მაგისთვის შემიძლია რომ აი ეს დეკორაცია გავუკეთო ამ ჩემ კლასს, რაღაც ახალი კლასი გავაკეთო, my cache embedder-ი, რომელიც რას იზავს, რომ cache ცვლადი ექნება, რომელშიც დაიმახსოვრებს უკვე შემოსულ მნიშვნელობებს. ასევე გადაეცემა ეს embedder ობიექტი, რომელიც ანუ ძირითადი embedder-ის ფუნქციას რაც ასრულებს, ხო? ანუ ეს embedder იმისთვის სჭირდება, რომ ეს embed ფუნქცია გამოვიძახო ხოლმე. მაგრამ განსხვავება არის კონკრეტულად ამ embed ფუნქციაში. რა მოხდება, რომ თუ ტექსტი არ არის cache-ში, მაშინ დამიბრუნე, უბრალოდ თუ ტექსტი უკვე არის cache-ში, მაშინ ამ cache-დან ამოღებული მნიშვნელობა დამიბრუნე პირდაპირ. მაგრამ თუ cache-ში არ მაქვს, მაშინ ეს ძველი embedder ლოგიკა გამოიძახე და თავიდან დამითვალე რეზულტები. და ასევე cache-ში შეინახე ამ ტექსტზე დათვლილი რეზულტი. ამას მივხვდით დაახლოებით, ანუ ეს embed ფუნქციის დეკორაცია მოვახდინე ოღონდ უკვე კლასში რა. და ეს რო გავუშვა ახლა my cache embedder-ი რო შევქმნა. და გამოვიძახო. ნახეთ რა მოხდება. hello-ზე რო დავთვალე ერთხელ მნიშვნელობა. მოუნდა რაღაც 1.36 წამს. მაგრამ მეორეჯერ რო გამოვიძახე ისევ hello-ზე. cache-ში ჩაიმახსოვრა უკვე ეს hello და მეორეჯერ უკვე cache-დან წაიკითხა ჩემი მნიშვნელობა და ნახეთ, ანუ ძალიან ცოტა დროს მოუნდა რაღაც. 7 ხარისხად, 7-ჯერ 10 ხარისხად -5. მას და იქ დროს როგორ ვითვლით, აი რამდენი წამი გავიდა მაგას საწერია იგა. ხო, დროის დათვლის ლოგიკა წერია აქ, ნახეთ, ანუ ეს time.perf counter-ი, ნუ time მოდული არსებობს, ზემოთ მაქვს დაიმპორტებული რა. ესეთი Python-ის მოდული არსებობს, რომელსაც სხვადასხვა ფუნქციონალი აქვს. ერთ-ერთი ფუნქციონალი აქვს, რომ გვეუბნება ეხლა ეხლა რა დრო არის რა, მოკლედ რო ვთქვა. ანუ რაღაც რიცხვს მიგვუნებს, რომელიც შეესაბამება ეხლანდელ დროს. და თუ დავთვალე მე ეხლანდელი დრო, მე გამოვიძახე ფუნქცია და მე ისევ დავთვალე ეხლანდელი დრო, ამ დროებს შორის სხვაობა იქნება
ის დრო რასაც ეს embedder-ი მოუნდა ხო რეალურად. და აი კი, tok-tix თუ გამოვიტან დამიწყებ ამ დროს. ხო, არის ნუ დროს. ამ cache embedder-ზე როგორც ნახეთ, მეორე კიდევ ერთხელ გამოვიძახო, რა მოხდება აქ? მას და დროებს შორის რაღაც მინიმალური სხვაობა ხო არის და იგივე რაღაცები გვიწერია და რატო იგივე რაღაც კი მინიმალური სხვაობები რო არის, მაგიტო ჩანს რომ აი 0.00 რაღაცა დრო მოუნდა. რეალურად სხვაობა აი ამ ხაზის შესრულებასა და ამ ხაზის შესრულებას შორის არის აი ეს ტიპი, ხო? რაც რაღაც დროს უნდება. ას 0.00 რაღაცა წამს. და რეალურად აი tok-tix-ში არის ზუსტად ეგ სხვაობა შენახული. შემდგომი მკითხე რომ რატომ მიწერი აქაც time.perf counter-ი და აქაც time.perf counter-ი, ხო? არა, ეგ მივხვდი, უბრალოდ ორი ცალი ხო გიწერეთ, ანუ ერთის და აბზაცზე ხა მეორე და წერან სხვაობა 1.5 იყო 2 1.5 და რაღაც იყო და მე 1.5 და შედარებით ნაკლები რაღაც. და იგივე ფუნქციები გვეწერა ორივეჯერ და. რატომ მივიღეთ სხვადასხვა დრო, ხო? იმან. ხო, ნუ ეგ ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მაგალითად რა Python-ის მემორიზე შეიძლება იყოს დამოკიდებული. შეიძლება იყოს რაღაცა ჩემი კომპიუტერის სპიდზე დამოკიდებული, ამ შემთხვევაში რაღაც Google Colab-ის სპიდზე დამოკიდებული. ხო, გავიგე. ხო, არ არის გარანტია, რომ რაღაც ზუსტად იგივე დროს მივიღებთ. მაგრამ დაახლოებით ერთ და იგივე უნდა იყოს მაინც რა პლუს მინუს რაღაც 0 რაღაცა წამები. კაი, ისე ამას მივხვდით, ხო? აი ხა მაგალითად რო გამოვიძახო cache embedder-ი. embed-ი რო გამოვიძახო ლაზე. ეს რას რამდენ დროს დამიბრუნოს თქვენი აზრით? როგორ მას? აი ხა ეს cache embedder-ი რო გამოვიძახო bla string-ზე სახელად bla. ნახევარს ალბათ რაც hello-ზე დავბრუნე. ანუ იდეაში ეს ისევ დიდ დროს მოუნდება, იმიტომ რომ bla პირველად შევუშვით, ხო? ანუ cache-ში ჯერჯერობით ეს bla მნიშვნელობა არ ქონდა ჩამახსოვრებული. და ისევ რაღაც 1.5 წამი დაახლოებით, ხო? 1.4. მაგრამ კიდე მეორჯერ რო გამოვიძახო ისევ bla-ზე. ამ შემთხვევაში ძალიან ცოტა დროს მოუნდება. ანუ ეგრევე დამიბრუნე. თუ რაღაც სხვა string-ზე გამოვიძახებ რაღაცა, რაც ჯერ cache-ში არ მაქვს დამახსოვრებული, მაშინ ისევ დიდ დროს მოუნდება. აი ეს მაგალითი მგონი უკვე განვიხილეთ. თუ არა. დიახ, მას განვიხილეთ. ხო, ეს მაგალითი განვიხილეთ. ეს დეკორატორი იდეაში რეალურად მარტო ამის დამახსოვრებლად საკმარისი იქნება, რომ ეს აი ამ add სიმბოლოთი და რაღაც ფუნქციით ხდება დეკორატორის მინიჭება, ანუ ეს ფუნქციონალის განვრცობა ხდება დეკორატორით. ამას თუ დაიმახსოვრეთ, ჩათვალეთ, რომ ანუ რაღაცა დაგამახსოვრდათ რა. ეგ არის მნიშვნელოვანი. ხო, და აი ეს cache-ი რო დავწერეთ ჩვენი სინამდვილეში ესეთი cache დეკორატორი პირდაპირ არსებობს რა, აი functools ბიბლიოთეკა არსებობს Python-ში. და functools-იდან თუ დავაიმპორტებ cache-ს და პირდაპირ ეს დეკორატორ cache-ი რო გავუწერო, ეს embed ფუნქცია ავტომატურად იმას იღებს, რა ქვია. cache-ს გამოიყენებს. ერთხელ რო გამოვიძახე hello-ზე ეს embed-ი, დამიბრუნე რაღაც 1.7 წამში და ეს cache-ი როგორც კი მიუწერე, პირდაპირ რაღაც მილიწამი მოუნდა რა. ამ ჩემი cache დეკორატორის დაწერა აღარ დამჭირდა, პირდაპირ არსებობს ესეთი დეკორატორი თურმე. კარგი. ეხლა გადავიდეთ იტერატორებზე. აი, იტერატორები იდეაში მანამდე შევხვდა ბევრჯერ. მაგალითად, list-ი იყო ერთ-ერთი იტერატორი. და იტერატორი გულისხმობს იმას, რომ რაღაც იტერაბლი ამ შემთხვევაში ისეთი ობიექტი, რომელზეც გადაყოლა შეგვიძლია ციკლით. ეგ არის იტერაბლი. მაგრამ იტერატორი არის ის ობიექტი, რომელიც ამ იტერაციას ანხორციელებს რეალურად რა. ანუ იტერატორი რო არსებობდეს, ამისთვის უნდა არსებობდეს next მეთოდი, რომელიც მეტყვის, რომ მაგალითად თუ მაქვს list-ი 1 2 3 4, მეუბნება, რომ 1-ის მერე მოდის 2-იანი. next მეთოდი. და ასევე iter მეთოდი, რომელიც უბრალოდ ამ იტერაციას ახორციელებს. next მეთოდი და iter მეთოდი თუ აქვს ობიექტს, ეს ნიშნავს, რომ იტერატორი. ამ შემთხვევაში არის list-ები, range-ები, ყველა იყო იტერატორის მაგალითები. iter მეთოდი აქვს, ანუ გადაყოლა შეგვიძლია ციკლით.
გაკეთება შეგვიძლია რა. ან მაგალითად, ეხლა ნახეთ ლისტი რო შევქმენი, რაღაც my list-ი შევქმენი და იტერატორის შექმნა როგორ შემიძლია, რომ iter my list. ამ შემთხვევაში იტერატორი შევქმენი my list-ზე. და რადგან ეს იტერატორი მაქვს, შემიძლია რომ next მეთოდი გამოვიძახო ამ იტერატორს და next მეთოდი ყოველჯერზე დამიბრუნებს ამ list-ში არსებულ ელემენტებს. ანუ ერთხელ რომ გამოვიძახე ეს next my იტერატორი დამიბრუნა ერთიანი. რაც მეორეჯერ რომ გამოვიძახებ, დამიბრუნებს ორიანს, ხო? მერე დამიბრუნებს 3-იანს, მე დამიბრუნებს 4-იანს, მე დამიბრუნებს 5-იანს და ბოლოს რომ გამოვიძახებ, მოხდება ერორი. იმიტომ რომ რაღაც იტერაცია დამთავრდა, ანუ მეტი ელემენტი აღარ მქონდა ლისტში. აი ამას მივხვდით უბრალოდ იტერატორები გვჭირდება იტერაციისთვის. ხო, და ნუ for loops რო ვწერთ ხოლმე რეალურად ეს for i in რაღაცა 1 2 3 ეს რეალურად ავტომატურად აკეთებს ამ next-ის და iter-ის გამოძახებებს რა. და print is რო ვაკეთებთ, ეს iter და next მეთოდები ავტომატურად იძახება რა. ანუ ამაზე ისა ფიქრი თქვენ არ გიწევთ. აი, ეგ არის იტერატორი. მაგრამ Python-ში კიდე არსებობს იტერატორების რაღაც კერძო შემთხვევა, გენერატორები ქვია, რომელიც იმას აკეთებს, რომ შეგვიძლია ეს ელემენტები ნაწილ-ნაწილ დავამუშავოთ რა. მაგისთვის არის გენერატორი. ანუ გენერატორიც იტერატორი, ანუ ყველა გენერატორი არის იტერატორი, მაგრამ ცოტა სხვანაირი ის აქვს რა, სინტაქსი აქვს. და გენერატორის დაწერა როგორ შეგვიძლია, რომ მაგალითად რაღაც ფუნქცია უნდა აღწეროთ, მაგალითად ესეთ ფუნქცია იყოს, რომ count up to რაღაცა. და ეს გენერატორი იმას აკეთებს, რომ ყოველ ჯერზე რაღაც 0-დან დაიწყოს და n-მდე რიცხვები დამიბრუნოს. და სინტაქსი ესეთია, რომ მაგალითად ამ შემთხვევაში დავწერეთ, რომ while i ნაკლებია n-ზე ეს yield keyword-ი გამოიძახე. yield i. ეს yield-ი რაღაცნაირად ცოტათი გავს return-ს რა, ან დამიბრუნე ეს მნიშვნელობა. მაგრამ თლად return-ი არ არის, იმიტომ რომ return-ს როგორც კი ვიძახებთ, ან თლიანი ფუნქცია ჩერდება და რაღაც execution წყდება, მაგრამ yield-ის შემთხვევაში რა ხდება, რომ ეს ფუნქციის state-ს იმახსოვრებს, ანუ იმახსოვრებს, რომ მე რო ეხა 0-იანი დავაბრუნე, ეხა შემდეგი იტერაცია, რაზეც არის ერთიანზე. და რაღაც internal state-ში დაიმახსოვრებს, რომ ეხა ვარ ერთიანზე. მე კიდე რო გამოვიძახებ ამ გენერატორს, დაიმახსოვრებს, რომ ეხა ერთიანი რო დავაბრუნე, ეხა მე ორიანზე ვარ. და მეორეჯერ ვინც გამომიძახებს კიდე მე, უნდა დავაბრუნო ორიანი. მე კიდე თუ გამოვიძახე მე 3-იანი და ასე შემდეგ. ანუ yield keyword-ი თუ ვაკეთებ, ეგ იმას ნიშნავს, რომ რაღაცნაირად Python-ში memory-ში state-ში მახსოვდება, რომ ბოლოს რაზე ვიყავი გაჩერებული რა. ეს რო გამოვიძახოთ, აი for ანუ პირდაპირ for cycle შემიძლია გამოვიძახო, რომ for i in ეს ფუნქცია 10-მდე და დავუბეჭდო. ჯერ დამიბრუნებს 0-იანს, მერე დამიბრუნებს 1-იანს ამ yield-ით და ასე შემდეგ 10-მდე. თუ გამოვიძახებ რაღაც 20-მდე, დამიბრუნებს 20-მდე. ხო? და მეორენაირად ეს შემეძლო გამომეძახებინა, რომ count next count up to 20. ესეთი რაღაცა შემიძლია. და ეს ყოველჯერზე ახლა ეს რადგან იტერატორის მეთოდს ვიძახებ ყოველჯერზე თავიდან იძახებს და 0-იანს მიბრუნებს. მაგრამ ესეც შემიძლია ესეთი რაღაც საკეთება რა რაღაც a უდროს count up 20 და next a. აი ხა ისო next a. და ახლა ერთიანი. ესე კიდე რამდენჯერაც გამოვიძახებ, იმდენჯერ ახალ values დამიბრუნებს რა. ხო, LNS აქვს კითხვა, ამას რაში გამოვიყენებთ მაგალითად. ხო, ეხლა რა შეიძლება გამოგვადგეს გენერატორები რა. ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება ის არის გენერატორების, რომ memory საერთოდ არ მიაქვს. ანუ მაგალითად ეგეთი რაღაც წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ რაღაც ტექსტების ლისტი, რომელიც არის რაღაცა მილიარდობით ჩანაწერი გაქვთ რა. და თითოეული ჩანაწერი არის რაღაცა 10,000-ობით სიტყვისგან შემდგარი. თუ მინდა რომ ამ გიგანტურ ობიექტზე იტერაცია მოვახდინო, მაგ შემთხვევაში მომიწევდა რომ კლიანი ეს ობიექტი ჩამეტენა memory-ში, ხო, Python-ის memory-ში. თუ მაგალ ლისტად გამოვიძახებთ. იტერატორითაც შეგვიძლია კი. და გენერატორით და იტერატორებით შეგვიძლია რომ ეგეთი რაღაც გავაკეთოთ, რომ კონკრეტული ჩანკი დავამუშავოთ memory-ში, მარტო ეგ ჩანკი გქონდეს შენახული memory-ში და დანარჩენი საერთოდ არ გქონდეს memory-ში შენახული რა. მაგ შემთხვევაში რაღაც 10 მილიარდიანი ლისტი თუ გვაქვს, რაღაცა 10 მილიარდი ელემენტი თუ გვაქვს, მარტო ერთი ელემენტის შესაბამისი memory იქნება გამოთავისუფლებული, ესა დაკავებული. დანარჩენისთვის არ გვექნება memory დაკავებული.
ანუ იმაში გვეხმარება რომ რაღაც ბეჩურს ეძახიან ხოლმე მაგ მიდგომას, ბეჩურად დავამუშავოთ ელემენტები ისე რომ მემორი არ გადაგვევსოს რა. მაგის მაგალითიც მგონი მექნება და უკეთესად მიხვდებით. წესით მაქვს. ხო, გენერატორ ფუნქციების შექმნა ესეთი ტიპითაც შემილია, რომ ანუ აი tuples სინტაქსი თუ გახსოვთ რაღაც ესეთ რაღაცას რო ვქმნიდი რა. რაღაცა 1 2 3. ამ შემთხვევაში ეს არის tuple. მაგრამ თუ გავაკეთებ ესეთ რაღაცას square generator უდრის რაღაც x კვადრატი for x in range 5. ეს რაღაცა tuple არ იქნება გენერატორი რა. და type-იც რო გამოვიტანოთ, ქვემოთაც მეტყვი. type-ი რო გამოვიტანო, მეუბნება რომ ეს არის გენერატორიო რა. და ეს გენერატორი რას აკეთებს, რომ ყოველ ჯერზე მიბრუნებს რიცხვების კვადრატებს. და ეს რო გამოვიძახო რაღაც for ციკლში, ჯერ დამიბრუნებს 0-იანს, მერე დამიბრუნებს 1-იანს და ასე შემდეგ, ხო? 5-მდე. ანუ გენერატორის შექმნა ესეთი სინტაქსითაც შემიძლია. და აი ზუსტად იმის მაგალითი რაც ახლა ვახსენე. აი წარმოიდგინეთ, რომ რაღაც random ობიექტების დაგენერირება მინდა. და მოდი ეს ფუნქცია ავწეროთ create random data, რომელსაც გადაეცემა ინტეჯერი, რამდენიც არის ელემენტის შექმნა მინდა. და ამ results-ს ვიმახსოვრებ რაღაც სვადი მაქვს result-ი, რომელშიც ამ ელემენტებს ჩავყრინებდა და for I in range n-ი მივყვები და ყოველ ჯერზე ვქნი რაღაც player objects, რომელშიც იქნება რაღაც ID იქნება რაღაც e, name იქნება რაღაც random რაღაც string-ი, აქედან აღებული ამ name-ებიდან და age იქნება რაღაც random age. და result-ში ვაფენდებ ამ players. ანუ ნახეთ, ეს რო გამოვიძახო ახლა create random data. და გადავწე რაღაც 10,000. ამ მეოთხლადში მექნება რაღაც 10,000 ობიექტი შენახული. მაგრამ პირობითად და ანუ თუ მინდა რომ ამ ობიექტებს უბრალოდ გადავუყვე და ნელ-ნელა ესა დავაპროცესო. მეორენაირად შემეძლო რომ ლისტი კი არ შემექმნა, არამედ შემექმნა გენერატორი ამ ობიექტების. და ამ გენერატორში რას ვიზავდი რომ for I in range n-ი გადავუყვებოდი, ამ ობიექტს შევქმნიდი და yield-ით დავაბრუნებდი. ეს იმას იზავს, რომ ყოველ ჯერზე მარტო ეს ერთი ცალი პლეიერი მექნება მემორის შენახული და არა მთლიანი ობიექტი. მთლიანი ლისტი რა, 10,000 ცალი. და აი აქ ნახეთ, რაღაც 10 მილიონჯერ რო გავაკეთო ეგეთი რაღაცა, რომ data იყოს create random data გამოძახებული, ანუ 10 მილიონი რო გადავწო. ამ შემთხვევაში აი ამ data-ს size მემორიში იქნება რაღაც აი ესეთი რაღაცა რა. გამოვიტანოთ რა. ეს sys.get size of data მეუნება უბრალოდ რამდენი ესა ბაიტი უჭირავს მემორიში ამ ჩემ ცვლადს. ამ შემთხვევაში აი ეს 10 მილიონჯერ რო შევქმენი ლისტი, 10 მილიონი ცალი ელემენტისგან შემდგარი ლისტი რო შევქმენი, ამის size-ი იყო რაღაც 84 მეგაბაიტი. მაგრამ ნახეთ, გენერატორი რო შევქმნა ამ ლისტზე. ნახეთ. ამის size-ი იქნება რაღაც 0.000 რაღაცა მეგაბაიტი. ანუ ამ გენერატორს საერთოდ არ აქვს ინფორმაცია მთლიან დატაზე. აქ ყოველთვის კონკრეტულ ელემენტზე. მაგრამ ამ გენერატორის გამოძახება მაინც for loop-ით შემიძლია, რომ for in generator print e და დავაბრეიქოთ. და ეს მართლა მიბრუნებს რაღაც random ობიექტს. მერე კიდე მეორჯერ გამოვიძახო, კიდე გამიბრუნებს რაღაც random ობიექტს. და ასე შემდეგ. ანუ ეს იტერაციულად შემიძლია ყოველ ჯერზე გამოვიძახო ისე რომ თლიანი data მემორიში არ მქონდეს შენახული. ამას მიხვდით? ანუ აქ break-ი ხა იმიტომ დავწერე რომ 10 მილიონჯერ გამოვიძახებდა და არ მინდოდა რომ ანუ მომკვდარიყო ჩემი Python-ის ინტერპრეტერი. აი. კითხვები არ გაქვთ ნამდვილად რამე? იდეაში მოვრჩი მე, რის ახსნაც მინდო და მოვრჩით. შეგვიძლია რამე მაგალითები გავაკეთოთ მაგალითად კლასებზე. ან ყველაზე მეტად სავარაუდოდ ყველაზე მეტად კლასები გამოგადგებათ ახლა დღეს რაც ახსენეთ. მაგრამ ნუ რაც ახსენეთ, ესეც საჭიროა გენერატორებიც, იტერატორებიც, დეკორატორებთანაც ალბათ მოგიწევთ შეხება.
აი. დავაკეთოთ მაგალითები. აი, მოდი რამე კლასი შევქმნით. მაგალითად, კლასი შევქმნათ რის. თქვენ ბოლო გაკვეთილს გვიტარებთ. არა, წესით კიდევ ერთს ჩავატარებ უკვე პანდას. ალბათ ამის მერე მე არ ვიქნები, ამის მერე წესით სხვა იქნება. NumPy-ზე იქნება ლექციები და მე რამდენიმე ლექციაში იქნება ჩემი პანდასის ლექციაც. აი, რისი კლასი შევქმნათ? ანუ რამე ისეთი ობიექტი უნდა მოვიფიქროთ, რასაც რაღაც საერთო ფუნქციონალი უნდა კონდეს რა. თქვენ თუ გაქვთ რამე იდეა, ლამინ იამალის. ოკეი. აი, ლამინ იამალი რაღაც კონკრეტული ის არის, ფეხბურთელების კლასი შევქმნათ. კარერასის. აი, მოდი პლეიერის შევქმნათ რა. Last player. და ამ class players უნდა მოვიფიქროთ რაღაც ფუნქციონალი, რაც შეიძლება კონდეს რა, მაგალითად რა ატრიბუტები შეიძლება კონდეს players, რომ მაგალითად პოზიცია, ხო? მოდი გადაეცემოდეს რაღაც. მას პოზიცია კიდევ სახელი და ასაკი. ოკეი. პოზიცია იყოს რაღაც string-ი, რაღაც name იყოს string-ი, age იყოს რაღაცა integer. აი და უბრალოდ ეს გადმოცემული ელემენტები უნდა დავიმახსოვროთ ჩვენ ლოკალურ ცოდებში, ხო? ანუ ამ შემთხვევაში რაღაც position-ი დავიმახსოვროთ position slot-ში, name-ი დავიმახსოვროთ name slot-ში და age-ი დავიმახსოვროთ age slot-ში. აი, ეხლა უკვე შემიძლია რომ ეს player შევქმნა, ხო რაღაც. ლამინ იამალ კონკრეტულად, მაგალითად უდრის რაღაცა player და გადავცე ეს position უდრის forward, name უდრის ლამინ იამალ და age უდრის 35. ოღონდ ეს არასწორად დაგვიწერა. რამდენი ეს არის იამალი? 17-ის? 17-ის. აი და ეს ლამინ 18-ის. აი. აი 18 და ეს ლამინ იამალ წერტილი age რომ ნახო, მართლა რაც გადავეცი ის იქნება, ხო ზუსტად. ლამინ იამალ რაღაც position რომ ნახო, რაც გადავეცი ზუსტად ის იქნება. კიდე შემიძლია შევქმნა რაღაც ახალი ფეხბურთელი, რომელიც იქნება რაღაცა, არ ვიცი, ვინ იყოს კიდე. მესი შევქმნათ, რომელიც ასევე არის ფორვარდი და სახელი აქვს მესი. age აქვს რაღაცა რამდენი არის 39-ის. და მესი წერტილი name რო დავუვეშნო, იქნება მესი. ამას ხვდებით ხო, ანუ ამაზე რონალდო რო დამექმნიათ სვადისთვის, მაგას არ ქონდა არანაირი მნიშვნელობა. ანუ მაინც რონალდო წერტილი name რო გავამეძახებინა, მაინც რას დაბეჭდავდა. მაინც მესის ხო? იმიტომ რომ გადავეცი მესი აქვს. ოკეი. კაი, ეს ატრიბუტები გასაგებია, რაღაც პოზიცია აქვს, name აქვს, age აქვს. კიდე რა შეგვიძლია დავამატოთ? ეხლა რაღაც მეთოდები დავამატოთ რა. რა ფუნქციონალი შეიძლება კონდეს ჩვენ player class. თქვენ თუ გაქვთ რამე იდეა? Celebration-ი. ხო, celebration-ი კაია და. მოდი dev celebrate დავწეროთ. selfie გვჭირდება და ეს celebration რას აკეთებდეს, რომ პროსტა პრინტავდეს, ხო? ანუ არაფერს არ აბრუნებს, პროსტა პრინტავს, რომ გადავეჭდოს. არ ვიცი, ლამინ იამალი მაგალითად როგორ აღნიშნავს. celebration-ი აქ გადაეცემოდეს, ხო? მოდი celebration-ი იყოს რაღაც string-ი. celebration name იყოს მაგალითად რა. და this is my celebration. ამას აკეთებდეს უბრალოდ. და celebration name აკეთებდეს აქ. აი და ლამინ იამალი რო შევქმნი, ლამინ იამალის celebration-ი celebrate რო გამოვიძახო, celebration name იყოს, არ ვიცი, რას აკეთებს ხოლმე ლამინი რაღაცის გვინდა, ემოჯიები გვინდა რომ დავახატოთ. We're იდგამს თავს მას. ხო, აი ემოჯი რო დაგვეწერა, მაგალითად ემოჯი რო გადაგვეცა, იტყოდა რომ this is my celebration და crowns გააკეთებდა რა. კაი, ესეც რაღაც იდეაში მარტივი მაგალითია. რამე ისეთ რთული მოვიფიქროთ უფრო. რა შეიძლება კონდეს players. აი მაგალითად ისე რა ვქნათ გადავცეთ აი weak foot-ის კაი ის არის.
ან რაღაც ატრიბუტი შეგვიძლია გადავცეთ, რომ weak foot უდრის რაღაც weak foot. String-ი იყოს და default-ად იყოს რაღაც მაგალითად left-ი რა. აი, მოდით რა გავაკეთოთ? Players რო შევქმნით, გადავცეთ ამ player-ის სტატისტიკა რა. და შეგვეძლოს რომ დავთვალოთ ამ player-ის გოლების მიხედვით, აი მაგალითად აი მოდი ესეთი სხვადი გავუკეთოთ stats, რომელიც იყოს რაღაც ლისტი. იყოს ინტეჯერების ლისტი და ეს stats-ში იყოს შენახული რამდენი გოლი გაიტანა რაღაც ლიგაში პირობითად რა. ანუ ყოველ თამაში რამდენი გოლი გაიტანა. და ამას რო შევქმნით, ხო, ეს როგორც გახსოვთ, default არგუმენტი აუცილებლად ბოლოში უნდა იყოს. სხვანაირად გვეჭვობით. და მოდი Lamine Yamal-ს გადავცეთ, რომ სტატუსი იყოს ესეთი, რომ Lamine Yamal-მა პირველ თამაში მაგალითად გაიტანა რაღაც 3 გოლი, მეორე თამაში გაიტანა რაღაც 1 გოლი, მესამე თამაში არ გაუტანია, მეოთხეში რაღაც 4, 5, რაღაც 2, 0. 0 და 1. ანუ ეს იყოს უბრალოდ მატჩების სტატისტიკა, რომ პირველ მატჩში გაიტანა 3 გოლი, ბოლოში გაიტანა 1 გოლი. და მოდი ესეთი მეთოდი დავამატოთ, რომ დავთვალოთ საშუალოდ რამდენი გოლი აქვს გატანილი პირობითად, ხო? აქ შეგვიძლია დავწეროთ, რომ def average goals. და როგორ გავაკეთებთ ამას? ეს აბრუნებს რაღაც floats, ხო? მასის ჯამის ფუნქცია და მე გავყოთ string-ის ამას. ანუ პირდაპირ დაგვიწერა, რომ ავჯამოთ ეს ჩვენი სტატები და გავყოთ რაოდენობაზე, ხო? და Lamine Yamal-ი რო შევქმნი ამ სტატებით, Lamine Yamal-ზე რო დავთვალო Lamine Yamal წერტილი average goals-ი, გამიბრუნებს რამდენი გოლი გაიტანა. ოღონდ average სტატსი დავაუწყდა. რატომ მოხდა ეს? Player object has no attribute stats. იმიტომ რომ დავაუწყდა, ნახეთ, ანუ ეხა self-ში რო არ გავუწერეთ ეს stats-ი. აქ რო ვიძახებთ self stats, ესეთი რაღაც არ არსებობს. მაგიტომ ეს self წერტილი stats, უდრის stats, ანუ უნდა შევინახოთ უეჭველი იმას შეგვქვია, ლოკალურ ცოდებში. ეხა რო გამოვიძახოთ, დაგვითვალა რომ average გოლების რაოდენობა Lamine Yamal-ს აქვს 1.7. მაგრამ Messi-ს მაგალითად აქვს რაღაცა, ამასაც გადავცეთ, stats უდრის რაღაცა. Messi ძალიან მაგარი იყოს და 10 გოლი გაქონდეს, რა თქვათ. AG stats უდრის stats. Ups. და Messi-ს average რა იქნება? average goals რა მოვიტანოთ, Messi-ს average იქნება 10. Okay. აი, კიდე რა, ძალიან ბევრი მეთოდის დამატება შეგვიძლია, მაგალითად def ბოლოს რამდენი გოლი გაიტანა. რა იქნება ეს? მას ის იქნება ბოლო ისამ. მას ბოლოში რაც წერია სტატებში. ანუ უნდა დავაბრუნოთ სტატი, ხო არის რაღაც ლისტი. -1. Self stats-იდან ამოღებული -1, ხო? ეს გვეთქვას ბოლოს რამდენი გოლი გაიტანა. და Lamine Yamal-მა ბოლოს რამდენი გოლი გაიტანა, რომ გამოვიძახოთ, გაიტანა 1 გოლი. და Messi-მ ბოლოს გაიტანა 10 გოლი, ხო? რატო? იმიტომ რომ თავიდან უნდა შევქმნათ ეს, რომ აისახოს. Okay. აი, ანუ კლასებს რამდენად გავართულებთ, ანუ მთლიანად ჩვენზე არის დამოკიდებული რა. ეხლა ამ შემთხვევაში რაღაც მარტივი კლასი არის, რაღაც რამდენიმე მეთოდი აქვს. მაგრამ რეალურ სამყაროში რაღაც ძალიან დიდი კლასები შეგვხვდება ძალიან ბევრი კომპლექსური მეთოდებით. უბრალოდ ანუ თავი არის, რომ იცოდეთ, რომ იდეა რეალურად მარტივია. აი. კიდე რამე? შეგვიძლია გავაკეთოთ. ხო, ეს მეორენაირი იმპლემენტაცია რა შეგვიძლია გავუკეთებინა, რომ ყოველ ჯერზე კი არ შეგვექმნა ეს Lamine Yamal ცვლადები. რაღაც შვილობილი კლასი გავუკეთებინა მაგალითად და იმისთვის დაგვერქვა კლას Lamine Yamal. მაგრამ, არც ესე კაი მაგალითი იქნებოდა ეგ.
და ეს იქნებოდა უბრალოდ პლეიერის შვილობილი, ხო? და უბრალოდ იმას გააკეთებდა განსხვავებულს, რომ name-ში იქნებოდა ლამინ იამალი გაწერილი. მეტი არაფერი. ოკეი. აი. იდეაში მეტი კითხვები თუ აღარ გაქვთ, მე ვეცდები რომ რაღაც ისეთი ნორმალური დავალება მომზადო, რომ ძალიან რთულიც არ იყოს. და თან ეს ყველაფერი რაც დღეს გავიარეთ, გაიხსენოთ. აი, მაშინ გამოვხდავ ჩაწერას. ასე ამოცანა რომ გავაკეთოთ. აი, კიდე ნიკაწვერავა. აბა, შემოგთავაზოს ნიკამ რამე და რომ გითხრათ როგორ ფიქრობთ. სხვა დანდერ მეთოდები გამოგვადგება? აი, დანდერ მეთოდებზე ვიყაროთ, მოდი. დანდერ მეთოდები არ მახსენებია. ხო. აი, ნახეთ, განსხვავება რაც შეიძლება და შეგემჩნიათ მეთოდებს შორის იყო, რომ აი ეს init მეთოდი რაღაც სხვანაირად იწერებოდა რა, უეჭველი უნდა დაგვეწერა ეს ქვედატირე, init-ი და ქვედატირე. მაგრამ სხვა მეთოდები ისეთი იყო, რომ ეს ქვედატირები არ ჭირდებოდა. და ეს ქვედატირე მეთოდები რაც არის, მაგას ეძახიან ხოლმე ამ magic მეთოდებს, ან რაღაც dander მეთოდებს რა. და ესეთი მეთოდები რაღაც ძალიან ბევრი არსებობს. მაგალითად, ერთ-ერთი მეთოდი არის რაღაც repr მეთოდი რა. აი ნახეთ, ეს ლამინ იამალი რომ დავბეჭდო აქ print ლამინ იამალი. რა მოხდება, რომ მიბეჭდავს, რომ რაღაც player ობიექტი არსებობს რაღაცა memory ლოკაციაზე. მაგრამ ხანდახან ჭირდება ხოლმე, რომ ლამაზად დავინახო ეს ლამინ იამალი კონკრეტულად რა არის, რა მაგალითად რა პოზიცია აქვს, რა სახელი აქვს და ასე შემდეგ. მაგისთვის ეგეთი dander მეთოდი არსებობს, ქვედატირე repr. და ამ repr მეთოდს თუ გავწერ, strings უნდა აბრუნებდეს უეჭველი და შემიძლია ესეთ რაღაც დავწერო, რომ return რაღაცა player და რაღაცა name უდრის self წერტილი name. ვთქვათ, ეს დავწეროთ ეს. ეხლა ნახეთ ეს repr მეთოდი როგორც გადავტვირთე და გამოვიძახე ჩემი ლამინ იამალი. დამიბეჭდავს უკვე ესეთი სახით. ეს repr მეთოდის ერთ-ერთი ის არის. dander მეთოდის ერთ-ერთი მაგალითია ეს repr რა. კიდე ეგეთი dander მეთოდები არსებობს, მაგალითად def ქვედატირე sum. რომელიც ამ შემთხვევაში ცოტა არალოგიკურია, იმიტომ რომ რაღაც player-ებზე არ გვჭირდება, რომ player-ები ავჯამოთ, ხო? მაგრამ მაგალითად რაღაც int კლასი ხო არსებობს, რომელიც არის რაღაცა int ors plus რაღაც int 3 ესეთი რაღაცა არსებობს. და თუ გვინდა რომ player-საც ქონდეს რაღაც ესეთი ფუნქციონალი, რომ plus ფუნქციით რაღაცა ხდებოდეს. მაგ შემთხვევაში ეს sum ფუნქცია უნდა გადავტვირთოთ რა. ont sum არის თუ add არ მახსოვს, ეგ გონი add არის. და ეს აბრუნებს ეგეთ რაღაცას, რომ აუცილებლად უნდა გადაეცეს self-ი და რაღაც other player. და ამან დააბრუნოს return self წერტილი age plus რაღაცა other წერტილი age. და ეს add ფუნქცია როგორც კი გადავტვირთე, მოდი ჯერ add-ის გარშე ვნახოთ რა მოხდება. რაღაც ორი ის გქონდეს, რა ქვია, ობიექტი, ერთი იყოს ლამინ იამალი და მეორე იყოს messi. და ლამინ იამალს რომ მივუმატოთ messi, ესეთ არაფერი არ უნდა მოხდეს და უნდა დამირყას error. იმიტომ რომ plus ოპერატორი არ არის განსაზღვრული player კლასისთვის. აი მეუბნება კიდეც რომ unsupported operation player plus player. მაგრამ როგორც კი გადავტვირთავ ამ მეთოდს, ამ add მეთოდს. რა მოხდება, რომ ლამინ იამალს plus messi არის 57. იმიტომ რომ ამ add მეთოდში გადავტვირთე, რომ age-ები შემიკრიბე უბრალოდ ამ player-ების. აი, კიდე არსებობს იგივენაირად როგორც მას ის შეკითხვა მაქვს, აი იმ ქვედატირებს რატომ იყენებთ მას იმაში, აი რას კი წერია თქვენ ფუნქციებში? ხო, ნახეთ, ეს უბრალოდ დარეზერვებული keyword-ები არის, ეს ქვედატირე add. უბრალოდ add რო დამეწერა აქ, ვერ მიხვდებოდა Python-ი, რომ plus-ზე გამომეძახებინა ეს მეთოდი. ანუ ნახეთ, ეხლა დავწერო. ისევ მეტყვის, რომ ესეთი რაღაც არ არსებობს, მაგრამ აი როგორც კი ეს ქვედატირეთი დავწერ, Python-ი ავტომატურად ხვდება, რომ plus-ი თუ შეხვდება, მაშინ add მეთოდი უნდა გამოიძახოს ამ კლასების. აჰა, გავიგე. ხო, self პარამეტრს რა დანიშნულება აქვს, არა ეგეთი კითხვა.
self პარამეტრს დანიშნულება აქვს, რომ კონკრეტულ ინსტანსში ჩავიმახსოვროთ რაღაც ცვლადები, ან კონკრეტული ინსტანსებისთვის გამოვიძახოთ რაღაც მეთოდები. ამ შემთხვევაში self-ი რო არ გქონოდა, ლამინ YAML-ზე გამოძახებული age და message-ზე გამოძახებული age იქნებოდა ერთი და იგივე. მაგრამ ჩვენ ხო გვინდა რომ ლამინ YAML და message რაღაც სხვადასხვა ის იყოს, რო ქვია. სხვადასხვა ატრიბუტები გქონდეს. მაგაში გვეხმარება self-ი. და self ფლატში რეალურად ვიმახსოვრებთ ამ გადმოცემულ ელემენტებს, რა ამ შემთხვევაში positions, სახელს, age და stats. ანუ ინსტანსებს რაც განასხვავებს ერთმანეთისგან, ეგ არის self-ი ფაქტიურად რა. უბრალოდ სახელს არ ქმნობს. ეგეც მართალია. კაი. კიდე რამე კითხვა? კაი. იდეა შეგვიძლია მოვჩეთ. გამორთვა მე გაზიარებას. Discord-ი ვერ ვნახევ თქვენი. მოვიწერები. მეც არ მახსოვს ჩემი Discord-ის სახელი. ჩემი Discord-ის სახელი არის ეს. ოკეი. აი თან გამორთვა გაზიარებას. Streams.